მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და სოლიდარობის სტუდიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ მე თენგიზ ომანიძე, ასევე ჩვენ მეგობრები ბატონი მერაბიკაშვილი და ბატონი ცოტნე მარდია. მოგესალმებით მეგობრებო და გვინდა ძალიან სასიამოვნო ამბით დავიწყოთ დღევანდელი ეთერი, ჩვენი სტუდია ბრუნდება სატელევიზიო ეთერში. ამჯერად თავისუფალი არხის ეთერში მაგთიზე 38, ხოლო სილქნეძე 254 არხზე თქვენ შეგიძლიათ დღეიდან უკვე ადევნოთ თვალი ჩვენს გადაცემებს ტრადიციულ დროს ბუნებრივია, როდესაც არის ხოლმე ჩვენი გადაცემები, სწორედ აი ამ არხის ეთერში იქნება გადაცემული ჩვენი სტუდიის კონტენტი, რისთვისაც რა თქმა უნდა მადლობას უხდით არხის ხელმძღვანელობას და ჩვენი მხრივ ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა დამატებითი мотиваცია, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და ასე ვთქვათ, აქტუალურ თემებთან ახლოს მდგომი კონტენტი შევქმნათ, რადგან უკვე სატელევიზიო მაყურებელიც გვიყურებს ბატონო მერაბ. მოკლედ მივესალმები ჩვენ სცენას და მაყურებელს, რა თქმა უნდა, მართლაც და მოგესალმებით თქვენს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა თავისუფალი არხის ხელმძღვანელობას, რომ რაღაც ეს თანამშრომლობა, თქვა ჩვენი სატელევიზიო ეთერში, ჩვენი გამოჩენა გამოჩენის საშუალება გვაქვს და ასევე რა თქმა უნდა სამეფო არხს, იმიტომ რომ სამეფო არხი ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩვენ გავდიოდით TV4-ის ეთერში, მაშინაც სამეფო არხი სხვა შორის ჩვენს გადაცემებს და განსაკუთრებით როდესაც მართლა ინტერაქტიული გადაცემები ქონდა და იმ ჩვენ ანალიტიკასაც სწორედ აი ამ კუთხით აშუქებდა. მოკლედ დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ორივე არხს და უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის და უკვე ტელემაყურებელსაც ექნება საშუალება ვინც თვალყურს გვადუნებდა და ვისაც მართლა ქონდა ამ დროის განმავლობაში ვიდრე ჩვენ სოციალურ ქსელში ვიყავით დროებით, მაგრამ სოციალურ ქსელშიც ვაგრძელებთ რა თქმა უნდა. ასევე ის ადამიანები რა თქმა უნდა ასევე გნახავენ ტელეეთერით და პასუხისმგებლობა ჩვენთვის უფრო მეტია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოება, მაყურებელი და მაყურებელზე ორიენტირებული ვიყავთ. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ბედნიერი იყო ჩვენი ამ არხზე გამოჩენა და რა თქმა უნდა შევეცდებით რომ ისევ რაციონალურად, ობიექტურად გვექნება ის გადაცემები, რომლებიც გავა ამ სტუდიიდან, სოლიდარობის სტუდიიდან და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სოციალურ ქსელში მაყურებელს, როგორც ჩვენ Facebook გვერდზე, ასევე ჩვენ YouTube გვერდზე და მგონი ვფიქრობ რომ ეს მართლა კარგია და მისასალმებელია და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ორ მხრივად სასარგებლო იქნება ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის თავისუფალი არხის ხელმძღვანელობას. მე მგონი დროა რომ გადავიდეთ თემების უშუალო განხილვაზე, ასე რომ მერაბ კი ბატონო, მე უბრალოდ მინდა რომ ცოტნეს არ მივეცი საშუალება მისალმებოდნენ, მაგრამ დროის სიმწირის გამო, განსაკუთრებით ჩვენთვის ჩვენ ყველა მნიშვნელოვან თემაზე გვექნება საუბარი, ჩვენ ვაგრძელებთ უბრალოდ იმ თემებს, რომელ თემებზეც საუბრობთ ყოველთვის. უბრალოდ აქ მე მინდა ერთი რამ თქვა, პირველი ჩვენი თემა მაინც იქნება, მინდა ჩვენ საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ განსაკუთრებით შენ თენგო, შენი გადაცემებით ჩვენ იცით რომ აი გახმაურებულ მკვლელობას რაც ეხება ლევან ჯანგოლაძის მკვლელობას ვაკის რაიონში ჩვენ ამ საქმეს სამართლებრივად უფრო მეტი სიმართლის დასადგენად, უფრო მეტი ობიექტურობისთვის შენთან სტუმრად იმყოფებიან ხშირად ადვოკატები ამ საქმის, საზოგადოების ყურადღება რა თქმა უნდა ამ საქმეზე მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ საქმეში ფიგურებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყოველგვარი რაღაცა ჩვენ არა მოგონილი, არამედ უტყუარი მტკიცებულებებით, თუნდაც იმ გადაცემებით, რომელ გადაცემებში ადვოკატები ღირს მონაწილეობას ვიცავთ რა განა კონკრეტულად ადამიანებს მართლა უდანაშაულო ადამიანის უფლებებს, არამედ ზოგადად საქმის მიმართ ინტერესი მაღალია და ჩვენ გვინდა პირველ რიგში დადგინდეს მართლა საქმეზე გამოვლენილი იყოს სიმართლე, მხოლოდ ობიექტური სიმართლე და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არ არის მხოლოდ ამ უდანაშაულო ადამიანების ოჯახის წევრების ან და მისი მეგობრების ან და ზოგადად საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესი რომ მხოლოდ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანიც და მინდა რომ უბრალოდ რადგან ამ საქმეზე სოციალურ ქსელში სხვა შორის გამოჩნდა ვიდეო სიმართლე საჯაროდ არის ასეთი გვერდი სხვათა შორის და მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ და ყოველთვის გვექნება
წვდომა ამ გვერდის მესვეურებთანაც და ასევე იმ ადამიანებთან, ვინც საერთოდ ცდილობს ნებისმიერ საქმეზე, არ მხოლოდ ამ საქმეზე, არამედ ნებისმიერ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და ქვეყანას დღეს თუ რამე ჭირდება წყალევით და ჟაგმადევით, ეს არის სასამართლო, თავისუფალი სასამართლო და ობიექტური გადაწყვეტილებები, რომ არ დაიჩაგროს ასოებს უდანაშაულო ადამიანი. ამიტომ მე მინდა უბრალოდ ჩვენ საზოგადოებას და მაყურებელს პირველი თემა უბრალოდ ძალიან მოკლედ იქნება ეს და დანარჩენ თემებს გადავთ. მე მინდა სოციალურ გამოჩნდა სხვათა შორის გიორგი ყავლაშვილის, სწორედ გიორგი მიქაძის და დავით მიქაძის ადვოკატის პირველი ძალიან საინტერესო ინტერვიუ, სხვა შორის ამ საქმეში იმდენად დიდი ცუდი როლი აქვს მედიას და იმ პროპაგანდას ნათამაშები, რომ თავიდან ეს გიორგი ყავლაშვილის ფორმულა მიიწვია სხვათა შორის. ხო, ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე ყველგან, ყველაფერზე და ყველა ადამიანზე და მათ შორის ტელევიზია, რომელიც მიმართავს გარკვეულწილად ეხა და ჩვენ მით უმეტეს განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში რაღაც ვიყავით ისე განწყობილი და ყოველ შემთხვევაში რაღაც ეს განწყობები ჯერჯერობით რჩება, ვიდრე არ იქნება რაღაც საერთო რაღაც სასამართლოები, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ამ საქმეზე იყო მხოლოდ პროპაგანდა და ტელევიზია ძალიან ცუდ როლს თამაშობდა, მედია ძალიან ცუდ როლს თამაშობდა, სოციალურ გაჟღერებული რაღაცა ჩვენებები და რაღაც აბსურდული, სწორედ მაშინ არის მიწვეული ბატონი გიორგი ყავლაშვილი და ეს ვიდეო ეხლა საკმაოდ პოპულარული გახდა, 2 დღეა დაიდო ეს ვიდეო ამ ქსელში და 150,000-ზე 130,000-მდე ნახვა აქვს უკვე ამ ვიდეოს და მე მინდა უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ სწორედ აი ამ ფაქტებზე გვამახვილებთ ყურადღებას, რაზეც ადვოკატი ჯერ კიდე მაშინ საუბრობდა და საკმაოდ ძნელი გასარღვევია ის სივრცე, სადაც მხოლოდ ბრალდება მიდის, უდანაშაულო ბრალდებები მიდის ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ არიან ამ საქმეში რა და მე ძალიან ისე მინდა რომ აი ნახოთ ეხა ეს ვიდეო და სხვათა შორის ძალიან კარგად არის გაკეთებული ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ ბრალდება იყო და მხოლოდ ბრალდების პოზიცია იყო და მხოლოდ სოციალურ პოზიცია იყო და იმ მედიას საშუალებების პოზიცია იყო და მხოლოდ იცადებდნენ სრულად უდანაშაულო ადამიანებს. აი ვნახოთ მაშინდელი ვიდეო, მაშინდელი ინტერვიუ ამ ადვოკატის, როგორ და ძალიან ბევრ რამეზე დაგვაფიქრეს, იმიტომ რომ მან გარკვეულწილად გარდატეხა მოიტანა. ჩვენ გვინდა რომ ეს გარდატეხვა იყოს ბოლომდე და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და სასამართლო მიიღოს მხოლოდ ობიექტური გადაწყვეტილება. ვნახოთ ეს ვიდეო და დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. რუსეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ მონაწილეობა, აი ამ სიტყვებით ამბობს ზუსტად, დასავლეთის როიანის მეცახელად ზედ ჰასანის მკვლელობაში. ფაქტია, რომ გიორგი და დავით მიქაძეები რაღაცნაირად უნდოდათ მათი მოშორება. შესაძლოა რაღაცა მტრების და დაინტერესებული ადამიანების სხვა ჯგუფიც არსებობდა. რაიმე ესეთი მყარი მტკიცებულება არის მხოლოდ რაღაც საუბრები, რომ გიორგი და დავითი იქ შეხვდნენ, რაღაც შეხვედრა იყო, რაღაცაზე საუბრობდნენ, მაგრამ მე აღარ გრძელდება რაიმე მყარი საფუძველი, რომ ნამდვილად ეს ადამიანები შესაძლოა მონაწილეობდნენ და გეგმავდნენ აი ამ მკვლელობას. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე. ნამდვილად დაგიდასტურებთ იმას, რომ რაიმე მტკიცებულება საქმეში რაც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა, ასეთი მტკიცებულება ნამდვილად არ არსებობს. მთელი ბრალდება, როგორც გიორგი მიქაძეზე, ასევე დავით მიქაძეზე და მათ იდენტური ბრალდება აქვს მოცემულ საქმეში, არის აბსოლუტურად მთლიანად აგებული Facebook პოსტზე, რომელსაც ვიღაც უცნობი, ასე ვთქვათ, სახელით არის გავრცელებული, ჯონათან ჯონ, ასე ქვია სახელად, არ ვიცით ამ მეცახელის უკან ვინ დგას, რა პიროვნება დგას, ან საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ან გადამოწმა თუ არა გამოძიება ეს ინფორმაცია, ესეთი რამე საქმეში არ არის. საზოგადო ესე ვიფიქროთ და დავსვა ასეთი კითხვა, რომ ეს პოსტი სპეციალურად შეიქმნა ძმები მიქაძეებისთვის ბრალის წარსადგენად? იცით რა არის, ნამდვილად არსებობს ამ აზრის ნამდვილად აქვს საფუძველი, სხვას ვერაფერს დავარქმევთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აღნიშნულ პოსტში მოცემული ინფორმაცია პრაქტიკულად უპირობოდ იქნა გაზიარებული გამოძიების მიერ და მასში ასახული ინფორმაციის მიხედვით წარედგინათ ბრალი გიორგი და დავით მიქაძეს.
მკვლელობის გახსნის ინტერესი ეს ბუნებრივია, ეს არა მხოლოდ პროკურატურის ინტერესს წარმოადგენს, საზოგადოება და სახელმწიფოს ინტერესი არის, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ საქმის გახსნის ინტერესის გულისთვის, რომ რაღაცა პოსტი გავიზიაროთ Facebook-ის და ეს მოხდეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და ადამიანები პასუხისმგებაში მიეცენ არაფრის გამო, არც ერთი მტკიცებულების საფუძველზე, ეს ნამდვილად არ შეესაბამება საჯაროთა შესაძლოა ესე კიდევ ერთი ასეთი მონათხრობი არსებობს საქმეში, რასაც ნამდვილად ვერ დავარქვი მტკიცებულებას. ეს არის გარდაცვლილი ბატონ ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილის ლევან ბერძენიშვილის ჩვენება. აქ საგულისხმოა ორი გარემოება და ამაზე მინდა რომ მნიშვნელოვნად მივაქციოთ თქვენი ყურადღება. ბატონი მიხეილი პირველად ჩვენებას აძლევს 15 აპრილს. იქ ბატონი მიხეილ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბატონ ლევანს არავითარი პრობლემა საქართველოს ჩამოსვლაზე არ ჰქონდა, რომ ისი ჩამოსვლის შესახებ იცოდა ბევრმა პიროვნებამ, რომ ასე ვთქვათ არანაირი წინასწარი დაცვის ან სიფრთხილის ზომები არა იმის შიში ამ ადამიანის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არ ქონია. მეორეჯერ გამოიკითხა 8 აგვისტოს და შემდგომ უკვე რამოდენიმე დღეში ხდება ბრალის საყენება ბატონ გიორგი და დავით მიქაძეებზე და 8 აგვისტოს გამოკითხვაში ბატონ მიხეილ ბერძენიშვილი ძალიან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იძლევა. პირველ რიგში ამბობს, რომ არ ვიცი რაში დასჭირდა ამ ფაქტის გაჟღერება, მაგრამ გარკვეულწილად მომავალში ამას უკავშირებს ვითომ შურისძიების ნაწილს. ამბობს, რომ ბატონი ლევან და მერაბ ჯანგველაძეებს თითქოს რუსეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ მონაწილეობა, აი ამ სიტყვებით ამბობს ზუსტად, მათ მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ასლან მსოიანის მეცახელად ზედ ჰასანის მკვლელობაში. ადამიანის მკვლელობა მოხდა 2013 წელს. ეს თარიღი დავიმახსოვროთ უბრალოდ ინტერესისთვის. შემდგომ ამბობს ჩვენებაში ეგეთ რაღაცას, რომ ბატონი ოთარ ფარცხალაძესო და ასევე ძმებ მიქაძეებსო, ესეთი ეპიზოდიც არის მის ჩვენებაში, ჰქონდათო ნათელი მირონული ურთიერთობა გარდაცვლილ ასლან მსოიანთან. და სწორედ ამით იყო გამბირობებული ის შესაძლო შურისძიების საკითხი, ერთ-ერთ მოტივად ამას ასახელებს. თან ამავდროულად იძახის, რომ ბატონ ლევან ჯანგველაძის და ბატონ ოთარ ფარცხალაძეს შორისო ურთიერთპარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა მის გარდაცვალებამდე 2-3 წლით ადრეო. ეხლა ჯერ ერთი 2013 წელს დაიღუპა ასლან მსოიანი თითქოს საიდანაც მომდინარეობდეს უნდა ეს შურისძიების სურვილი. მეორეს მხრივ ბატონ ლევან ჯანგველაძე ყველა მიცის, რომ საკმაოდ ანალიტიკური გონების და ძალიან ჭკვიან ადამიანად ითვლებოდა, ასე იცნობს მას საზოგადოება და არ ამგონია, რომ მას დაუშვათ გამოჰპარვოდა და არ სცოდნოდა ასეთში დაპარტნიორებოდა ისეთ ადამიანებს, ან ადამიანთა ჯგუფს, ან ადამიანს. არა, ვინც შესაძლოა ქონდეს მოტივი, არა, ვისაც შესაძლოა ქონდეს შურისძიების მოტივი და ზედ ჰასანის ახლობელი ყოფილიყოს. ატაკიც არის ამ საქმეში, სადაც პოლიციელი მიუთითებს, რომ აი თითქოს და დამკვეთი იყო უსოიანის შვილიშვილი ირაკლი და აქ დამგეგმავები თქვენი დაცქვეშყოფები ბატონი ოთარ ფარცხალაძე და ნუ პირველ რიგში ორი სიტყვით გეტყვით უბრალოდ, რომ საერთოდ ახლა პოლიციელის მიერ შედგენილ პატაქსის სამართლის საქმეში ის მნიშვნელობა რომ მიენიჭოს, რომ ამაზე განაჩენი დაეხნოს, ეს კატასტროფაა და არც წარმომიდგენია მსგავსი რამე არც ერთ სასამართლოში რომ მოხდეს რომელიმე ქვეყანაში. ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა იქაც არის კი ბატონო, მაგრამ მე ყურადღებას ვამახვილებ ისეთი ადამიანის ჩვენებაზე, რომელიც გარდაცვლილის მამიდაშვილია და ამავდროულად ისიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი დასაყრდენია. უშუალოდ თქვენი დაცქვეშყოფს მიქაძეებს ურთიერთობა, აი პარტნიორული ბიზნეს ურთიერთობა ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან? არასოდეს არ ქონიათ პარტნიორული და ბიზნეს ურთიერთობა. მეცაც გეტყვით, პარტნიორული და ბიზნეს ურთიერთობა არც ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან არ ქონიათ. შეიძლება ისინი იცნობდნენ ერთმანეთს და ნაცნობა ჰქონდათ. ასევე შეიძლება ბატონ ლევან ჯანგველაძეს იცნობდა ბატონ დავით მიქაძე და ისევე როგორც ბევრი ადამიანი იცნობს ერთმანეთს, თუმცა არასოდეს არც რაიმე პარტნიორული, არც დაძაბული, არც მტრული. ამის ახსნა მართლა შეუძლებელია ჩვენთვის და მათ შორის ოჯახის წევრებისთვის და მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის.
თუ რატომ ხდება ეს ასე? ფაქტი არის, რომ რეალურად დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ქონია და უმძიმესი ბრალდება აქვს წაყენებული ჩემ დაცვის ქვეშ ყოფილს. მე ასეთნაირად ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და ეს რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ დანაშაულის გახსნის მიმართ არსებობდა დიდი ინტერესი, ну ზოგადად სახელმწიფოს ისედაც ინტერესი აქვს ასეთი მძიმე დანაშაულის გახსნის, მით უმეტეს აქ საზოგადოების მრივი ინტერესი ძალიან მაღალი იყო და ძალიან დიდი ინტერესი არსებობდა და საქმის გახსნის ინტერესმა და გავრცელებულმა ვერსიამ და შესაძლოა პროკურატურის შინაგანმა რწმენამ, შესაძლოა შინაგანი რწმენა მართლა აქვს ასეთი, რომ რაიმე მსგავსი ურთიერთობები მოხდა, ალბათ ამან განაპირობა და სხვა ვერსიის არ არსებობს. რატო გაწირეს რაიმე პრობლემა ჰქონდათ მათთან? მე ასეთი პრობლემის თაობაზე არ გამიგია საქმეში თავისთავად ცხადია ამაზე არაფერი იქნებოდა ბუნებრივია. ასეთი პრობლემის შესახებ არ გამიგია, თუმცა თუ ვიღაცას შინაგანი რწმენა გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ მკვლელობასთან მკვლელობაში მონაწილე ყოფილიყო ვინმე, ალბათ ეს Facebook პოსტით გაზიარებული ვერსია ამ ეტაპისთვის მათთვის მისაღები აღმოჩნდა. მე სხვა ხსნა უბრალოდ არ მაქვს, იმიტომ რომ არაფერ მტკიცებულებაზე დაფუძნებული საქმე ჩემი აზრით საბოლოო ჯამში მაინც გამომართლებელ განაჩენამდე მივადა. ან შეიძლება ამ საქმის სრულობის დროს რეალური სიმართლე დადგინდეს. თუ არასაც ამბობთ ამას მიუყვებით ლოგიკურად, გამოდის რომ ეს ძმები გაიმეტეს. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ეს ადამიანები თულად არიან პასუხისმგებაში მიცემული. ეს ჩემი როგორც იურისტის აზრია და ამას ალბათ ნებისმიერი იურისტი გაიზიარებს ჩემი შეფასებით, ვინც ამ საქმეს გაეცნობა. ბრუნდებით ეთერში, ეს იყო ვიდეო, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ბოლო 2 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში. მე უბრალოდ შევთავაზეთ მაყურებელს. კი ბატონო, მე უბრალოდ ძალიან მოკლედ დავამატებ და ეს თემა რომ ყოველ შემთხვევაში დღესო ჩვენ ამ თემით შემოვიფარგლოთ. აი ბოლოს გავიდა გიორგი მიქაძის, რომელიც ახლა სრულად უდანაშაულო იმყოფება ციხეში, ამ საქმიდან გამომდინარე, გავიდა მისი სიტყვები ტიტრად. ნუ ჩვენ არ მოიპოვება უბრალოდ ვიზუალურად ხმა ეს. მე ვესწრებოდი ამ სასამართლო პროცესს, ეს მართლაც არის. კი ბატონო, გახმაურებული საქმე, ეს არის პირველი სხვა შორის პირველი სასამართლო პროცესი ამას მიუსა, ეს აკვეთის ღონისძიება როცა იყო და გიორგი მიქაძე მართლა თქვა ორადორი სიტყვა, სულ ორადორი ქონა მას მიეცა საშუალება და თქვა რომ ის შეურაცხყოფილია ის რაც ეხლა ხდებოდა მის თავზე და მან ასევე თქვა რომ დიახ მასთან არაერთხელ მივიდნენ და უთხრეს რომ მას შეეძლო დაეტოვებინა ქვეყანა. ანუ მას მიცეს საშუალება ერთი რომ გააფრთხილეს კიდევაც და მას ჰქონდა საშუალება რომ წასულიყო. მას მართლაც ჰქონდა წასულიყო საშუალება. გიორგი მიქაძეს ჰქონდა საშუალება გასულიყო ქვეყნიდან, მანამდე არაერთხელ იყო გასული და შემოვიდა უკან დაბრუნდა. და ის არ წავიდა, იმიტომ რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. აქ ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი რომ ჩვენ კარგად ვიცნობთ, მით უმეტეს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი და რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ თუ რომელ ოჯახზე ვლაპარაკობ და ჩვენ კარგად ახლოს ვიცნობთ ბატონ კოტე მიქაძეს, გიორგი და დათო მიქაძის მამას. გარდა იმისა, რომ ყველას პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანს და მის ოჯახს და შემდეგ უკვე ყველა იმ ადამიანს, ვინც იცნობს მას და ზოგადად ამ საქმეს ჭირ მათ უნდათ ერთადერთი დადგინდეს სასამართლო იყოს ობიექტური და დადგინდეს სიმართლე. მხოლოდ და მხოლოდ დღეს სასამართლოზეა დამოკიდებული და მე იმედი მაქვს რომ სასამართლო მართლაც არც არაფერში არ შევდივარ და არც არაფერს ვიწყებ რაღაც თეორიებს და სასამართლო პოლიტიკას მე იმედი მაქვს რომ მართლა სასამართლო იქნება ობიექტური და ვიმედოვნებ რომ ყოველგვარი ჩარევის გარეშე ამ საქმეზე გაირკვევა სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ ეს არის ყველასთვის, არა მხოლოდ მარტო ამ საქმისთვის, არა მხოლოდ გიორგი მიქაძისთვის, დავით მიქაძე და სხვა დანარჩენი სხვათა შორის ბრალდებულების, რომელიც სრულად უდანაშაულოდ იმყოფებიან ახლა ციხეში, გაირკვეს სიმართლე და სასამართლომ გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება და მე ვიცი რომ ასევე გაგრძელდება და იქნებიან ასევე ადვოკატები ყოველთვის ამ საქმის ირგვლივ ვინც არიან და გეყოლებათ იქნებიან ყოველთვის მოწვეული ასევე ჩვენ სტუდიებში და რა თქმა უნდა
იგივე სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საზოგადოება ჭირდებოდა და ჭირდება ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გადაწყვეტილება. მეტი არაფერი და ჩვენ ყოველფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ნებისმიერ საქმეზე ვიცნობთ არ ვიცნობთ ზოგადად მეც ხვალძეგ და ჩვენ ნებისმიერ ოჯახს და ნებისმიერ ადამიანს ქვეყანას ჭირდება ობიექტური სასამართლო და ისე როგორც ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის დადგენა ამ საქმეს. და ამ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იქნებიან ეს ადამიანები თავისუფლებაზე და მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იქნება სხვადასხვა ძალიან მოკლედ ვიტყვი. აი არ ვიცი თუ ვინმეზეა საუბარი და ვინმეზე წენეხია ახლა თუ რამე არსებობს რომ საკუთარ ქვეყანას გაუკეთო საკუთარ ქვეყნის სადარაჯოზე იყო და მასთან ერთად არ ვიცი აი ყველაზე ცუდ მომენტშია ხელისუფლებაზე არ ლაპარაკი ჩვენ ლაპარაკობთ ადამიანზე რომელსაც მათ შორის ყველა ომი თუ რამეა დავიდარება გადატანილი აქვს ამ ქვეყანას გიორგი მიქაძე ყველგან იბრძოდა, ყველგან იყო მხოლოდ სამშობლო და თავის ინტერესების გამო და არაფერი ერთი მაგალითია, მხოლოდ და მხოლოდ ფილმია გადაღებული და არის დოკუმენტური ფილმი ოცნებათა სასაფლაო, სადაც აი ყოველთვის სადაც ნახავთ გიორგი მიქაძეა. მე რატომ მომყავს ეს მაგალითი? გარდა იმისა, რომ ჩვენ ვარ დავიწყოთ, ხო, როგორ რას შეეწირენ და როგორ ეწირება ხალხი, ხო? მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ ვიცავ, ჩვენ ვაპარაკობთ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ კარგი აქვს თავი ქვეყნის გაკეთებული და ყოველთვის ექნება კაი გაკეთებული და პირველი რომელიც ინტერესიც არის რომ სიმართლე დადგეს. ეს არის სწორედ გიორგი მიქაძის ინტერესიც. და მისი ოჯახის ინტერესი რომ მხოლოდ სიმართლე დადგინდეს და ის იყოს გარეთ და იყოს და იცხოვროს იმ პირობებში, სადაც სამართლიანი სახელმწიფო იქნება და სამართლიანი სასამართლო იქნება. მე მეც არაფერს არ ვთქვი, დიდი მადლობა და ჩვენ გადავიდეთ შემდეგ არანაკლებ ალბათ ეს არის მათ შორის პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელსაც აი ეხლა სვამს ჩვენ ერთ-ერთი მაყურებელი და ხშირად გვისვამენ რომ აი რატო ხართ ესე ძალიან ამ საქმით დაინტერესებული აქ ჩვენ დაინტერესებაზე არ არის ლაპარაკი ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის სიმართლის დადგენა რაზეც ისაუბრა ასევე მერაბმა და პრინციპში ეს საქმე არ არის ამხრივ ხო გამონაკლისი ხა და როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მათ შორის აი წინა ხელისუფლების პერიოდს იმ პერიოდში ჩვენ საქმიანობას შენ საქმიანობას განსაკუთრებით იმიტომ რომ ფრონტმენი იყავი ერთ-ერთი ხო და ჩართული აი ამ პროცესებში მაშინაც მაშინ აი რაც თქვი რომ მნიშვნელობა არ აქვს მე ვიცნობ თუ არა ადამიანს სიმართლე უნდა დაადგინდეს მაშინაც ეს იყო ხა სულ არ ვიცნობ რადგან ეს ითქვა და რადგან მაყურებელია მე თავისუფლებას მივცემ და კი ბატონო სუბიექტურიც ვიქნები ამ საკითხში ხო რა თქმა უნდა რაზეა ლაპარაკი დაინტერესებული იმიტომაც ვართ გარდა იმისა რა ჩვენ თქვი რა თქმა უნდა ვიცნობ და არაერთხელ მithქვამს და ყველამ კარგად იცის ბატონი კოტე მიქაძე თავისი პროფესიით თავისი გავლენით ცხოვრებით და იმდენად საინტერესო ადამიანი რომ ყოფილა აქ ჩვენთან სტუმრად და ძალიან ბევრს ნიშნავს ის თქვა და მისი სხვა შორის აი რადგან ახსენე ხო პირველ ხაზში სადაც საჭირო იყო ვახსენე გიორგი თქვა როცა უჭირდა ქვეყანას ხო აფხაზეთის ომის დავიწყე მე სხვათა შორის აი ეგვისტოს ომის დრო იყო კოტე მიქაძეც სხვათა შორის ბატონი კოტე მიქაძეს და იცით ხო მისი შემოქმედებით მისი თქვა ასე თქვა ჰობია მუსიკა და ანსამბლი შავლეკო პირველები იდგნენ იმ სცენაზე სადაც ბატონი ბიძენოშვილი მაშინ რომ მოვიდა ყველგან და ქართული ოცნება და აი ეს რეჟიმი რომ დაამარცხა პირველები თუ იმას რამე ხდებოდა თავში ხელოვან ხალხია ლაპარაკი და მე აღარ მინდა ჩამოთვალო სცენაზე მაშინ ბევრი არ გადიოდა ეხლა რო დღეს ხელისუფლებაში არიან და რა ვიცი მე ამიტომაც სწორედ ამიტომაც რა თქმა უნდა და ნებისმიერ შემთხვევაში თუ ჩვენ რაღაცას ვამბობთ ჩვენ ბოლომდე სიმართლე უნდა თქვა ნახევარ სიმართლე არაფერს არ შველის და ამიტომაც და რა თქმა უნდა სუბიექტურიც ვიქნები ბუნებრივია მაგრამ ობიექტური სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ობიექტური სიმართლე დაადგინოს და ეს ხალხი უდანაშაულს უბრალოდ არავინ არ უნდა იჯდეს და მახსოვს ჩვენ საუბრობთ გავხსენეთ ერთ-ერთი რაღაც სიტყვა ვინმეს არ გოს რიტორიკული ერთ-ერთ მე გავიგეთ ერთ-ერთ ინგლისელ ფილოსოფოს თუ არის მოაზროვნეს აქვს ნათქვამი რომ მირჩევნია ჯობს 100 დამნაშავე იყოს ქუჩაში ერთი უდანაშაულო ციხეში იყოს ნამდვილად ასე არის და მართლაც საინტერესოა და ჩვენს ბუნებრივია მივადევნებთ ამ ყველაფერს თვალყურს ერთადერთი რაზეც შეგვიძლია ჩვენს მაყურებელს მივცეთ გარანტია რაც ჩვენს ეთერში გადაიცემა ამ თემასთან დაკავშირებითაც და სხვა თემებთანაც მაგრამ აი კონკრეტულად ამ თემაზე რასაც ვიტყვით ეს იქნება გადამოწმებული შემოწმებული ობიექტური ფაქტები და არა რაღაც ჩვენი გამოგონილი ინტერპრეტაციები რაც სამწუხაროდ არის პრობლემა ქართულ მედიას სივრცეში როდესაც სხვადასხვა მედია საშუალებები სთავაზობენ მაყურებელს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, რაც არის მათი ინტერპრეტაცია, მაგრამ ამას ასაღებენ როგორც ფაქტს და როგორც მომხდარ შემთხვევაში. ჩვენთან ასეთი რამ არ იქნება, არ ყოფილა და პირდებით რო არც მომავალში იქნება, რასაც ჩვენთან მოისმენთ, ეს არის
ნამდვილად შემოწმებული, გადამოწმებული, დასაბუთებული ვერსიები და კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით ხო 10 ყური და 10 თვალი გვექნება გამომული, რომ რაიმე მართლაც ისეთი არ გავიდეს ეთერში, რაზეც შეიძლება მე პირიქით იგით მხარეს აქეთ მოსადავებელი გავხდეს. კი ბატონო. მოკლედ გადავიდეთ, მოდით შემდეგ თემაზე. საკითხი, რომელიც წინაკვირას იყო საკმაოდ აქტუალური და ჩვენ ეთერში ვინაიდან არ ყოფილვართ, არ გვაქვს მიმოხილული, ეს გახლავთ პარტიების აკრძალვის შესახებ საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფო პარტიის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს მიემართა სარჩელით, სადაც საუბარი არის კონკრეტული პარტიების აკრძალვაზე. ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია ახლებს და პარტია ლელოს. მე მინდა დავიწყო შენთან საუბარი ამ თემით, ჩემო ცოტნე. როგორ ფიქრობ, გაეცანი თუ არა ამ ინიციატივას? ნუ თვითონ სარჩელს ვერ გაეცნობოდი, იმიტომ რომ მე მქონდა ამ სარჩელზე გაცნობის მცდელობა, მაგრამ აი ასეთი ფორმით, რასაც ქვია მატერიალური ფორმით სასამართლო ვერსია გამოქვეყნებული ჯერჯერობით არ არის, იმიტომ რომ არ აქვს ესე ჯერ წარმოებაში მიღებული ეს საკითხი არის გადასაწყვეტი ეს სასამართლოში, მაგრამ აი რაც გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ნაწილს ალბათ გაცნობილი ხარ. რა სიტყვი, რამდენად არის ეს შენი აზრით ის რაც იყო დაპირება, არის თუ არა ეს მართლაც სამართლიანობის აღდგენა, რაზეც იყო საუბარი და კმაყოფილი ხარ თუ არა აი ამ ინიციატივით? მე ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. კმაყოფილი ალბათ, რა ვიცი, ძნელად თუ მონახავ ადამიანს, ვინც ამ ყველაფრით კმაყოფილი იქნება, ჯერ ეს ერთი იმ მიზეზით, რომ ძალიან დაგვიანდა ეს საქმე, იმიტომ რომ რაღაცა მე 13 წელია უკვე გასული იქიდან, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა ხო, ნუ მოვისმინეთ ჩვენ ამის ახსნები, რატო ვერ გაკეთდა ეს პროცესი აქამდე, რატომ ვერ დაიწყო ის პროცესი, რასაც თავის დროზე სამართლიანობის აღდგენა დაერქვა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისგან და ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობდა და ნუ ის ახსნა, რომ რაღაცა გარედან თავს მოხვეული კოჰაბიტაციისგან გამომდინარე სახელმწიფო მმართველმა გუნდმა აქამდე ვერ შეძლო მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, ასე თუ ისე მისაღები აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, პრინციპში სხვა არც რა გზა გვაქვს, რომ არ იყოს მისაღები, ხო, ერთ ვერაფერს ვერ ვიზამთ. თუმცა ხო, ეხლა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ ნაციონალურ მოძრაობა მისი განშტოებების სახით, რომელიც არის ყოველდღურად საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, იმიტომ რომ პირდაპირ აგენტურა არის უცხო ქვეყნების თუ გაერთიანებების თუ უცხო ძალების, რომლებიც მოქმედებენ აქ მათი ინტერესებიდან გამომდინარე და არ მოქმედებენ ქვეყნის ან ხალხის ინტერესებით. შესაბამისად, შეიძლება ამ კონკრეტულ სარჩელს იქნება ეს თუ ამ ინიციატივას კონდეს მთელი რიგი ხარვეზები დაუშვათ. ამ შემთხვევაში აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ელოდება დაუშვათ აი ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, თუ როდის მივა ეს პროცესი, მას როდის შეეხება, ხო, აქ საუბარია ძალიან ბევრ წართმევულ ბიზნესზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ქონებებზე, გადაფორმებულ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც არარსებობის გამო ეს სარჩელი შეიძლება ნაკლოვანი იყოს და იყოს, მაშინ ეს არ იყოს ასე ვთქვათ ამ კუთხით გამართული სარჩელი. თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა, პოლიტიკური მნიშვნელობა რაც მას გააჩნია, ხო, ეს არის ის, რომ ამ სარჩელის ჯერ წარმოებაში მიღებით და შემდეგ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სარჩელს და მოხდება აი ამ პარტიების აკრძალვა ძირითადი დაუშვათ ბირთვისა აი ამ ეგრეთ წოდებული აგენტურის ნაციონალური მოძრაობის სახით, ხო, ეს მისცემს ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალებას და მისცემს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში პროცესები კი არ მიდიოდეს რაღაცა გარედან ნაკარნახევი სცენარიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ზუსტად ეს ხალხი ქვეყანას გუქნის დღის წესრიგს, ქვეყანას იმ დღის წესრიგს, რომელიც არა შიდა დღის წესრიგი, არა ის დღის წესრიგი, რაც ქართულ ხალხს აწუხებს, არა დაუშვათ სოციალური პრობლემა, არა განათლების პრობლემა და ასე შემდეგ. ხო, არამედ რაღაცა იმ გარე ინტერესს, რომელიც სურს იქ აი ამ აგენტურის რაღაცა მეთაურებს, რომლებიც არიან ქვეყნის გარეთ და შესაბამისად აი ეს ამ პროცესის დამთავრება ქვეყანაში ეს მისცემს რაღაცა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემს როგორც პოლიტიკურ კლასს ქვეყნის შიგნით, ასევე საზოგადოებას, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარედან თავს მოხვეული დღის წესრიგის ნაცვლად გაჩნდება, ეს აუცილებლად გაჩნდება, ვინმეს თუ წარმოგენია რომ არ გაჩნდება, რაღაცა ხელოვნური შეზღუდვებით, იმიტომ რომ მსმენია მე ეს კრიტიკა მიმართულებით, რომ ეს არის რაღაცა შეიძლება აღიქვათ, როგორც ეს პოლიტიკური აზრის განადგურების მცდელობა ქვეყანაში, თუ ვინმეს ეს ამას მოიაზრებს, ამ საქმის უკან ეს მიზანიც აქვს ჩადებული, წარმოუდგენელია, უბრალოდ ესე არ ხდება, მაგალითები გვაქვს ისტორიული, თუ გადავხედავთ
ვთქვათ, ესე პოლიტიკური აზრის ან განსხვავებული აზრის მოკლა ესე არ ხდება, ვერ მოხდება, ხო? ეს არის უბრალოდ რაღაცა იმ ხორცმეტის, რაღაცა იმ უჯრედების ამოკვეთა საზოგადოებიდან იმისთვის, რომ საზოგადოებამ აი ამ ორგანიზმს, რასაც ქვია დაუშვათ ქართული სახელმწიფო ან ქართველი ერი, შეძლოს ჯანსაღად განვითარება, იმიტომ რომ 30 წელია წრეზე ვტრიალებთ, ხო, აი რომ მოჯადოებულ წრეზე ვიყავით, ვერ მოვახერხეთ აქედან გამოსვლა და მიზეზი რა არის? მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღემდე ჩვენ ხელისუფლებაში ყოლია და დღემდე ყავს ეს ოპოზიციაში იქნება თუ პოლიტიკურ ველზე ძალები, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებენ რაღაცა გარე ძალების, გარე ქვეყნების, გარე ორგანიზაციების ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებთ აი ამ მოჯადოებული წრედან გამოსვლას და ეს პროცესი, თუ ეს პროცესი ბოლომდე მივა, მიუხედავად მისი ნაკოვანებებისა, საბოლოო ჯამში მივა იმ შედეგამდე, რომ აი ამ რაღაცა მოჯადოებული წრიდან მოახერხებ თავის დაღწევას და რაღაცნაირად დაიწყება პროცესი, რეალურად სახელმწიფო შედგომის პროცესი, ამის შემდეგ, როდესაც რაღაცა ის ინტერესები, ის პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში შიდა, დაუშვათ სოციალური იქნება თუ რაღაცა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები თუ რაც არის, ხო? აი ეს გადმოვა მთავარი დღის წესრიგის საკითხი ეს გახდება და ეს გააჩენს ჯერ ეს ერთი უფრო ობიექტურ უფრო და პასუხისმგებლიან ოპოზიციას და რაც მთავარია გააჩენს ოპოზიციას, რომელიც აი ამ ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრებს ხალხთან და არ შექმნის რაღაცა საკუთარ დღის წესრიგს, რომელიც საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. მოდი უბრალოდ ჩაგეკითხები ცოტნე სანამ ჩემ აზრს გეტყვი. შენ საუბრობდი რომ ამოისუნთქებს ქართული პოლიტიკური სპექტრი, როდესაც მოხდება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა, გამოთავისუფლება სივრცე ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა აი უბრალოდ ჩაგეკითხო, ესე მოხდება თუ შენი აზრით ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მაგალითად სარჩელში რაც მე წავიკითხე, მე პირადად არ მრჩება შტაბ-შტაბება რომ აინდა-მაინც ეგრე მოხდება. აი ამიტომ მაინტერესებს. შენი აზრით ეს უნდა იყოს ხო წესით ამ ყველაფრის ფინალი, ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე და იმაზე რომ ნაცების გასამართლებაზე, რასაც ქვია და სამართლიანობის აღდგენა თითქოს აი სინონიმები გახდა ეს ორი სიტყვათა შეთანხმება ერთმანეთისთვის, მეც გეთანხმები რომ საზოგადოების აბსოლუტური ნაწილისთვის ეს ასოცირდება იმასთან, რაზეც საუბრობ შენ, ხო? რომ უნდა მოხდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება. მე უბრალოდ მინდა საზოგადოებას ერთი საინტერესო დეტალი უთხრა, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენს მათ შორის ჩვენს მერაბ ამ სტუდიიდანაც არაერთხელ გვაქვს ხარი დაჭერილი ამისთვის, ხარი გვაქვს დაჭერილი კი არა, ჩვენი ერთ-ერთი ის ადამიანები ვართ, ვინც საერთოდ თავიდანვე ითხოვდა ამ ყველაფერს და მართლაც აი ქართულმა ოცნებამ შემოგთავაზა, რომ როგორც იქნა აღდგა დადგა ის დრო, როდესაც უნდა აღდგეს სამართლიანობა და შეიტანა სარჩელი. მე რეჟისორს ვთხოვ, რომ ერთი პატარა მონაკვეთი გაუშვას ამ სარჩელიდან. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სანამ გაუშვებს რეჟისორი, რომ თავისთავად მთლიანად გავეცანი სამართლებრივ დასაბუთებას, რაც გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარე. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ გავცნობი ვარ სასამართლო ვერსიას, ასე ვთქვათ, ამ სარჩელის, იმიტომ რომ ის არ არის გამოქვეყნებული, რაც გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. ну, არ ვიცი, მექნება, ალბათ მაქვს უფლება, რომ ჩემი აზრი მქონდეს ამაზე, როგორც იურისტს. ეს არის ძალიან კარგი განცხადება, მაგალითად მიტინგზეც ასაკითხათ, ან არაჩვეულებრივი განცხადება იქნებოდა რომელიმე სამთავრობო, მთავარი სამთავრობო მედიის ტელეეთერში რო დაჯდეს სახელმწიფო სპიკერი და ისაუბროს აი ამ ყველაფერზე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სარჩელის დასაბუთება მე ცოტა სხვანაირად გვაქვს ჩვენ ნასწავლი და ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია და მაგალითად, როდესაც საუბარი არის იქ, რომ ეს პოლიტიკური ძალები 2008 წელს სხვა ქვეყნების, ასე ვთქვათ, ინტერესებით მოქმედებდნენ და აკეზებდნენ ომისთვის ქართულ საზოგადოებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც ისედაც ვიცით, რომ ყველა მესია, მაგრამ ნუ ეხა სასამართლოში ამ ყველაფერს აქვს თავისი მტკიცების სტანდარტი, როცა ჩვენ ადამიანებს ვამბობთ, რომ ისინი სხვა ქვეყნის აგენტები არიან და სხვა ქვეყნის აგენტებად მოქმედებენ ჩვენს პოლიტიკაში, როგორც მინიმუმ ვინმეს მიმართ უნდა არსებობდეს ამ საკითხზე გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს რომ მიმართა, რომ აი ეს არის აგენტების პარტია და უნდა აუკრძალოთ, ერთი სისხლის სამართლის საქმე მაინც უნდა იყოს, სადაც აი კონკრეტულად აგენტობის გამო ეს ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემული და შენ გულისხმობს საქალაქო სასამართლოში ამ პროცესი ამ სამართლის კუთხით უნდა არსებობდეს განაჩენი და ამ განაჩენის საფუძველზე უნდა ხდებოდეს შემდეგ პარტიის აკრძალვა და არა პირიქით, რომ უბრალოდ ეხა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების გამო ხდებოდეს პარტიების
სამართლებრივი საკრძალო ასე არ არის, ხო? სწორი. მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში სამართლებრივ ხარვეზებზე, როდესაც მტკიცების ნაწილზე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ და არა მხოლოდ ამ ნაწილში, კაც ბევრი სხვა ნაწილში რომ ჩამოყვებით და აქ მთელი თავებადარი ასე ვთქვათ, დაყოფილი რაში ედებათ ამ პარტიებს ბრალი და რატომ უნდა მოხდეს მათი აკრძალვა. სამწუხაროდ ჩემი აზრი არის ასეთი და მაყურებელიც თუ გაეცნობა, ალბათ დამეთანხმება რომ ეს ტექსტი უფრო გავს აი მიტინგზე წასაკითხ ტექსტს, ვიდრე სამართლებრივ დასაბუთებას და რასაც ქვია იურისტის მიერ შედგენილი, სადაც მუხლობრივად უნდა იყოს განმარტებული, რომ აი რო ვაბრალებ ამ ადამიანს აგენტობას, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ვიცით რომ აგენტი არის, კიდე არსებობს სამართლებრივ მტკიცებულება და ეს არის სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სადაც იქნება რომ აი ეს არის X რაღაცა, მაგალითად ელენე ხოშტარია ბრალდებული არის და მსჯავრდებული არის აგენტობაში, ის მოქმედ დამტკიცებული აქვს ეს დანაშაული. აი ეს იქნებოდა მტკიცების სტანდარტი. სამწუხაროდ ეხა ამ სარჩელში მსგავსი არაფერი არ არის. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად რაზეც მინდოდა მე გამემახვილებინა ძვირფასო მაყურებლებო ყურადღება, ეხა ეს რამდენად დაასაბუთებს, არ დაასაბუთებს ამაზე იდარდოს პარლამენტმა. სხვა დანარჩენი ნაწილი ბოლო აბზაცები და მე მინდა უბრალოდ რეჟისორს თხოვო რომ გაუშვას ეს გადაფარვის კადრად და მე წავიკითხავ აი ამ ნაწილს. ბოლო ნაწილი. ამასთანავე გასათვალისწინებელია რომ ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორიცაა ელენე ხოშტარია დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დოკუმენტებში ცალკე პარტიებად არიან რეგისტრირებული. აგრეთვე და ჩამოთვლილი არის შემდეგ სტრატეგია აღმაშენებელი ევროპული საქართველო, ფედერალისტური საქართველო, ეს მგონი ჩერგოლეიშვილის ფედერალისტები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, აი ეს რო არ აღმენიშნა, არ ვიცოდი, ეს ის პარტია, რომელიც თავის დროზე ქართული ოცნების კოალიციაშიც იყო, მაგრამ თურმე ანტიკონსტიტუციური პარტია ყოფილა. ერთ-ერთი ძველი პარტია, მოდი ვთქვათ. და სხვა ფიქტიური ერთკაციანი მცირე პარტიები. თუმცა ვინაიდან მათ ამჟამად თავიანთი სიდიდით ორგანიზებული სტრუქტურებით არსებითი გავლენა მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით ზეგავლენას შეიძენენ და შემდეგ აი სულ ბოლო აბზაცი, სადაც ჩემი აზრით იმალება ძაღლის თავი. ასევე ჩვენი სარჩელი არ შეიცავს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, ეს დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიების პერსონალური შემადგენლობის სამომავლო ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რაზე არის საუბარი ძვირფასო მაყურებლებო? და მთავარი იყო სწორედ აი ეს ბოლო აბზაცი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე კი არის საუბარი, მაგრამ აი ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი აი ამ დანაშაულებზე, რის გამოც ამ პარტიას კრძალავენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება ამ სარჩელით და ეს არის ამ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარი, კაცო, რას ნიშნავს, რომ არ შეიცავს კონკრეტული პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის შეზღუდვის საკითხს. რომ მე ეს ადამიანები მაგალითად ნაციონალური მოძრაობა რო აიკრძალება, რო წავიდნენ თეორიულად და რაღაც სხვა პარტია შექმნან, ამის აკრძალვას ეს სარჩელი არ ითვალისწინებს, მაგრამ სამაგიეროდ ითვალისწინებს ბერკეტს, რომ თუ ეს ადამიანები მომავალში გადაწყვეტენ პოლიტიკურ საქმიანობას, მე იმ პარტიასაც აუკრძალავთ. მე სხვა პარტია შექმნიან, მე იმ პარტიასაც აუკრძალავთ და ანუ ხელისუფლებას მუდმივად აქვს ხელში ბერკეტი, რომ ვინმე ნებისმიერი პირი შეუძლია დაუკავშიროს, რომ ეს კაცო ბნელი ნაცების წარსულიდან არის და ნებისმიერი პარტია ააკრძალოს. შემდეგ იმ მოტივით, რომ ამ პარტიაში ხომ არ არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები. მაშინ ამაზე ადვილი არ იქნებოდა ბატონებო, რომ პირდაპირ შეგედგინათ სია, რაზეც იყო თავიდანვე საუბარი, რა სააკაშვილი, ადეიშვილი, არ ვიცი ვინც იყვნენ, მერაბიშვილი, ახალაია, ვინც იყვნენ აი სახეები მართლაც აი ამ ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის და მოგეთხოვათ საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ აი რაც ხდება ლუსტრაციის კანონმდებლობა, რასაც გულისხმობს, რომ ამ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა, უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. ეს იყო ჩემი აზრით მოლოდინი, თორე ხა ის რომ ნაციონალურ მოძრაობას რეგისტრაცია გაუქმდება საჯარო რეესტრში, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. აი, მერაბ შენთან მინდა გადმოვიდე ამ შეკითხვით. შენ ხარ ერთ-ერთი ის ადამიანი ალბათ, ვისაც თუ ვინმეს ეთქმის ამ ქვეყანაში რამე ნაცების რეჟიმზე, ერთ-ერთი ნამდვილად ხარ შენ. და შენთან ერთად რა თქმა უნდა, ყველა ის პირი, რომლებმაც უზარმაზარი ზარალი და ზიანი ნახეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. აი, შენთვის ეს არის სამართლიანობის აღდგენა?
შენ თვლი რომ შენი შელახული უფლება არის კომპენსირებული, ხარი დაკმაყოფილებული, გრძნობ რომ სამართალი იზეიმებს მას შემდეგ რაც ეს არჩეული დაკმაყოფილდება საკონსტიტუციო სასამართლოში. იცი როგორ რაღაცაა თენგო, მე უბრალოდ მინდა რომ თავიდანვე ერთი რამ თქვა. აი ამ ნაწილში ჩემთვის მაგალითად მე ვარ ასევე ის ერთ-ერთი ადამიანი იმ ბევრ ადამიანს შორის ერთ-ერთი რომელიც აი ამ კომისიაზე ვიყავით მისულები და მე მაინც მგონია რომ რაღაცა არ მინდა ისე გამოვიდეს რაღაცა ცრუ რაღაცა იმედები მქონდეს მაგრამ კონკრეტულად მაგ კუთხით ჩემთვის სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა და საერთოდ პოლიტიკიდან გაქრობა, ნუ ასეც იყო საერთოდ საუბარი, საერთოდ რატომაც კომისიაზე მე კიდევ ერთხელ მომიწია მეც და სხვასაც მისვლა და ნუ ამ ყველაფერს გახსენება. კარგი, ჩემ შემთხვევაში კიდევ სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომელმაც სხვათა შორის უშუალოდ დაავალა, რომ ხელახლა გამოეძიათ ეს საქმე და ნუ კიდე იქ რაღაცა მე კიდე მიმყარებს, თქვათ, იმ რაღაცა რიდის და შიშის მექანიზმი ნებისმიერ ხელისუფლებას ეკრებოდა, ხა მათ შორის ქართულ ოცნებასაც 2012 წლიდან რაც შეიცვალა ეს გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო სტრასბურგმა და მე გავამართა 2015 წელს, მას მერე აქვს, მაგრამ იცი, არ ვიცი უბრალოდ, იცი, აქ აი ძალიან კონკრეტულად უნდა იყოს რა. აქ რაღაცა კიდე დატოვე, ხშირ მაინც იურისტიც ხარ, ანუ რაღაც მაინც უფრო რაღაც დეტალებში ეძებ რაღაც, მაგრამ ნამდვილად არ მინდა რომ ეგ მოლოდინი მქონდეს, რომ მართლა მარტო ეს არის და უბრალოდ სადღაც აიგზალა და თქვათ ხვალ რამე რო იყოს იგივე თუ მერაბიშვილი გადავიდა სადმე ან დროა გადავიდა სადმე რაღაცა კიდე შანსი ექნება თუმცა ერთი რამ არის ფაქტი რომ მე დღემდე იმეც ვიტოვებ რომ რაღაც ის კომისია და ის ხელა დასკონა და ან იმდენი ხალხი იქ რომ მივედით ხო ქალბატონ თიასთან და პარლამენტში ხარ და ან დიდი პასუხისმგებლობაა რა თქმა უნდა მათზე მაგრამ ჩვენზე ნუ ჩემზე მაგალითად სულ არ მინდოდა და ყოველთვის თავს ვიკავებდი რაღაც ის დეტალებზე მესაუბარო მაგრამ ახლა როგორ ფიქრობ რაღაცა ცოტა ფსიქოლოგიურადაც მორალურადაც იქ ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა და იქ ოჯახის წევრები მივიდნენ გარდაცვალებულზე მე კიდე კაი ცოცხალი ვარ და მადლობა ღმერთს და ნუ და ჩემი იქნება თუ სხვა ადამიანი ჩემი ოჯახის წევრი ვინც ამას მოусმენს და ნახავდა რომ მაინც ახლა გადარჩენილი ადამიანი ყვება და იქ ადამიანები მივიდნენ რომელმაც ხელახლა გაიხსენეს შვილის გარდაცვალება მეუღლის გარდაცვალება წამება და ასე შემდეგ და მე იმედი მაქვს რომ მხოლოდ რაღაცა რეგისტრაციიდან გაუქმება არ იქნება ამ სარჩელის იურიდიული შედეგი შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა სამართლებრივად შედეგი თუ დაკმაყოფილდება და ალბათ დაკმაყოფილდება ეს არჩეული მოყვება ის რომ ნაციონალურ მოძრაობას ახლებს და ლელოს საარჩევნო რეგისტრაცია და რეესტრში რეგისტრაცია გაუქმდებათ მეტი სხვა იურიდიული შედეგი ამას არ მოყვება თვითონ ვეწერენ კაცო ამას მე კი არ ვიგონებ და გამოქვეყნებულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეუძლია გაიცნოთ თავისთავად ის აი მე რა უბრალოდ მხოლოდ ის ფაქტი რომ აგერ აქვს თვითონვე ჩამოთვლილი რომ მხოლოდ სამ პარტიაზე ვითხოვთო ამ ეტაპზე აკრძალვასო და დანარჩენები აი ეს რესპუბლიკელები თავისი ყოფილი მეგობრები და სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები დროა და გირჩი და ასე შემდეგ იმ ხალხის აკრძალვას არ ვითხოვთო იმიტომ რომ მათ ჯერჯერობითო რეიტინგი არ აქვთო მაგრამ როგორც კი რეიტინგი ექნებათ მე იმათაც აუკრძალავთო ეხა რანაირად შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოზეა მართლა საუბარი ის ხო არა ვართ რაღაც კანონი ხო გვაქვს ამ ქვეყანაში კაცო რაღაცა სამართალი ხო გვაქვს რასაც ჩვენ თვითონ პატევი უნდა ვსვეთ თუ ჩვენ საუბრობთ ერთი წამით აი დავასრულებ აზრს თუ ჩვენ საუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე და ვამბობთ რომ ვიღაცა არის დამნაშავე და ვიღაცა არის შესაბამისად უდანაშაულო აი ვინც დამნაშავე იმას რა პოლიტიკური რეიტინგი აქვს რა მნიშვნელობა აქვს დამნაშავე თუ არის ის უნდა იყოს აკრძალული თავისთავად ამისი განცხადება რომ დღეს პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვიღებ მე ამ გადაწყვეტილებას არა სამართლებრივი მიზანშეწონილობით არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით რომ დღეს ამათ რეიტინგი აქვს და ამიტომ ამათ უკრძალავ მაგრამ ხვალ თუ იმას ექნება მე იმასაც აუკრძალავ აი ეს თავისთავად ეს პოსტულატი რამდენად არის თვითონ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული ეხა ეს ხალხი ვერ ხვდება ვინც ეს დაწერა რანაირად თუ არის ელენე ხოშტარია დამნაშავე და თუ არის ასაკრძალი რეიტინგი აქვს თუ არა აქვს რა მნიშვნელობაა კაცო ხვალ თუ ექნება რეიტინგი მე აუკრძალავ ეს რანაირად შეიძლება იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოში არსებული პოსტულატი ჩემთვის არის გაუგებარი გორგის კვლევებს უნდა დაელოდო არ ვიცი აი არ მესმის მართლა და შენ რაც თქვი მე რა აი მე რა არ მინდა მოხდეს და ისი ძალიან დიდი ეჭვიც მაქვს რომ ზუსტად ამასთან არის საქმე მე არ მინახავს მაგალითად რომ იგივე ქალბატონი თეატრულუკიანის კომისიაზე აი ამდენ თვიანი აი ამ ბატალიების შემდეგ რა ჩვენ მოვისმინეთ ამ ადამიანებს როგორ განუახლდათ აი ეს ტყივილები რომლებიც წლების შემდეგ შეიძლება ცოტათი მიხუჩებული იყო და ხელახლა გაახსენეს ეს ყველაფერი მე არ მინახავს არც ერთი საქმე
რომ აი ამ კომისიის შემდეგ შესულიყო პროკურატურაში, დაწყებულიყო რამეზე გამოძიება, დამდგარიყო განაჩენი, რომელიმე ადამიანი ეცნო სახელმწიფოს დაზარალებულად და მოიხდინა მისი ზიანის კომპენსაცია. ჩვენ როდესაც საუბრობდით, რომ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ყველგან აი გადაახვიონ, ამოიღონ თუ უნდა ძველი ჩანაწერები, ყველგან ამას ხაზგასმით ეთერში, რომელ ეთერში მისაუბრია არ ამგონია რომ სადმე გამომჩენოდა. სამართლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, ამას ვიძახდით ყოველთვის, თუ პირველი დაიჯება დამნაშავე და მეორე მოხდება დაზარალებულის კომპენსირება. ვინც დაკარგა ბიზნესი, ვისაც წაართვეს ამდენი ქონება, მაგალითად, აი ბიზნეს დავებზე თუ ვიტყვით, რომელიმეს დაუბრუნდა ამ კომისიის შემდეგ თავისი ქონება? ვინმე თქვა, რომ მიიღო რაიმე სახის კომპენსაცია, ვინმე იქცა დაზარალებულად? არა, ზოგ შეიძლება მე საერთოდ არაფერი არ არის შესული. ქონია, მაგრამ ჩემი კომპენსაცია ბუნებრივი არის, სხვა შორის შეხსენე პროკურატურა, ჩემი საქმე. სხვათა შორის და იქ კომისიაზე ვთქვი, ჩემი საქმე 2012 წლიდან, რაც ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში დევს და მეტის 2015 წლიდან რესპუბლიკის პროკურატურამ დაიწყო ამ საქმისთვის, რატო? იმიტომ რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო. დღემდე, აი დღემდე ჩემი საქმე შეტანა კი არ არის აუცილებელი, აი შენ დასვი რომ ვინმეს თუ შევიდო. ჩემი შესულია და იგდევს. ანუ მე ველოდები რეალურად, ანუ მე კიდე ერთხელ მინდა თქვა, თეგო შენგან განსხვავებით, მე მესმის. შენს იცი ის პერიოდი როგორ არის და შენს არანაკლებ უბრალოდ შენი ხა ესეთ შენ პატიმრობაში არ იყავი არასოდეს იმ გაგებით რომ მიესაჯა შენთვის რომ ადმინისტრაციულ ერთდღიან და ორდღიანს არ გულისხმობ, თორე მე რატო მომბობას? მე კიდე უფრო შენგან განსხვავებით მაქვს რაღაც პოზიცია ესეთი მაქვს რომ იმეცი ვიტოვებ რომ აი ყველაფერსო თავი დავანებოთ, აი ყველაფერსო თავი დავანებოთ, აი ხა იმ კომისიაზე აი თეატრულუკიანზე აი არ მინდა უბრალოდ დავიჯერო რომ აი თეატრულუკიანმა ამას გადაუსვას ხაზი და თქვა ის საქმე რომელიც უკვე შესულია, ჩემი кайხანა ეკდევს, აი იმედი არ მქონეს რომ ეს საქმე გამოიძა. ჩემი კომპენსაცია რა იქნება? ჩემი კომპენსაცია დაწყების დღიდან რაც შევიდა, სხვა შორის სტრასბურგის გადაწყვეტილება იქ რა იყო, ვინმეს არ მინდა იქ ეგონოს რომ რაღაცა ფინანსური კომპენსაცია რაღაც განსაკუთრებულად მივიღე მაგალითად მე ან რაღაც. არა, იმიტომ რომ როდესაც ვიცოდი კარგად რა რომ ეს საქმე შევიდოდა პროკურატურაში და ხელახალი გამოძიება დაემატა, რესპუბლიკის პროკურატურამ რაც დაიწყო, ჩემი თავი კომპენსაცია არის ის რომ მართლაც იყოს სამართლიანობას აღდგენა კი არა, სამართლიანობა დადგეს ამ საკითხზე, რომ ხვალ და ზეგ იგივე თუნდაც თავად ხელისუფლება არ გაფუშტეს და რაღაც იმედი არ ქონეს. მე არ ვიცი შენ ხარ როგორც ახსენი, კი არის რაღაც ჭიშები რა ხა მასე ამ ლოგიკით რაც შენ თქვი, ანუ სხვანები ესა სულ ხელისუფლება ხო არ იქნება, ანუ სხვა რომ მოვა, სხვა მასაკონსტიტუციო საჩეზრო დააყენოს, ეს ხო დიდხნიანი პროცედურა, ანუ 100 წელს რო ვიქნები, ღმერთმა დიდი ხანი აცხოვროს ყველა და მათ შორის მეც 100 წელს რო ვიქნები, მაშინ შეიძლება კიდე იმ ხელისუფლების იმაზე არის თუ არა ეს, ანუ ხო, ანუ ეგ არის უბედურება, მე არ მინდა რომ ეგ იყოს, გესმის, ჩემი პოზიცია ესევეც არის. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემი შეტანილია ჩემი საქმე პროკურატურაში. როგორ დავიჯერო ხო თეატრულუკიანი ამაზე უარს იტყვის და არ არის ქალბატონ თეატრულუკიანი საუბარი და არც ჩემი საუბარი არ უნდა იყოს ამ ადამიანის მიმართ ასე. აუ, საერთოდ არის დარწმუნებული ვარ რომ თეატრულუკიანის გადასაწყვეტი რომ იყოს ეს ყველაფერი. აქამდე გადაწყვეტილი იქნებოდა. სხვა შორის იმ კომისიაზე ვინც იყო იქა და კარგია რომ თავმჯდომარე თავად იყო. ეგ და ბატონი სუბარია ჩემთვის ბოლო მოგიკანები. ეხლა რასაც უყურებ ამ თავრობაში, ხო? ხელისუფლებაში ამ საქმეს დეტალები რო იციან. მეტიც ბატონი სუბარი ყველაზე მძიმედ რო ვიყავი ჩვენ, როცა დაგვაკავეს 15 ივნისს და შენ იცი ეს დღე, ნაცემები, რა ვიცი მე გადახსნილი თავებით რო ვეყარეთ კამერაში და ასე შემდეგ, მაშინ სახალხოდამცველი იყო და ვიზიტი შეწყვიტა შვედეთში და ჩამოფრინდა. და პირადად ის რო ვარ შემო მე ვერც ვწნობდი ვერავის, სხვა ისეთი ნაცემები ვიყავი და ეხლა აი როგორ ვთქო, მე მესმის შენ რომ პიროვნულად და კი არა, მაგრამ ჩემთვის მართლა ეს ორი კაცია დარჩენილი, ხა სხვას ვერც მოვთხოვ, იცი რა. მე უბრალოდ არ მინდა მოხდეს ისე, მაგრამ სამწუხაროდ რა სუნიც ამ ყველაფერს უდის, რომ შენაირად დაზარალებული ადამიანების ინტერესები არის არა კომპენსირებული, არა დაკმაყოფილებული, არამედ გამოყენებული იმისთვის, რომ ვიღაცას ხელისუფლებაში მუდმივად კონდეს ხელში იმისი ბერკეტი, რომ აკრძალოს ის პოლიტიკური პარტია, ვიზეც ჩათვლის, რომ ეხლა აი პოლიტიკურად მიზანშეწონილია იმის წინააღმდეგ დავა და შენ და შენაირი ადამიანების საქმის გამოძიება სინამდვილეში არანაირი საკონსტიტუციო პროცესი არ ჭირდება. შენ თქმის არ იყო შესული არის უკვე დევს პროკურატურაში. გამოძიება ამ ყველაფრის ვინმეს რო უნდოდეს, მართლა სამართლიანობის აღდგენა რო უნდოდეს, ამას რაღაც ცალკე პროცედურები არ ჭირდება. და მე მგონი არც 14 წელი, ნუ და არც 14 წელი და აი სამწუხაროდ აი ეს არის და ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ სამწუხაროდ
დაზარალებული ადამიანების ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაზარალებული ადამიანების გრძნობები, ემოციები, მათი ინტერესები არის არა კომპენსირებული, არამედ გამოყენებული ზოგიერთი ადამიანის ხელისუფლების მაღალ შტოებში, რომ შემდეგ მუდმივად კონდეთ აქ პოლიტიკურ სპექტრზე საკუთარი კორექტირებების შეტანის ინსტრუმენტი და აი პირდაპირ ეს წერია ამ სარჩელში მე არ ვიგონებ ბატონებო, რავი, ჩემს თუ არ გჯერა, შეგიძლია წაიღოთ პირდაპირ თვითონ ვეწერენ კაცო მაგას რომ ეხლა ამებს ავკრძალავთო, ვისაც რეიტინგი აქვს და მომავალში თუ ვინმეს რეიტინგი ექნება, მე ავკრძალავთ იმათაც რომ რატო კაცო თუ არის ასაკრძალი და დამნაშავეა, ეხავე აკრძალი, რას ნიშნავს? ანუ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იღებთ გადაწყვეტილებას და არა სამართლებრივი მიზანშეწონილობით. ეს არის უბედურება. კი, ის ერთი აი ვიდრე ცოტნე დაიწყებს, ხო, უბრალოდ ვიტყვი მაბატია ცოტნე ჩვენთვის ხა ჩვენ გამოსკი მსჯელოთ, მაგრამ ჩვენ ახლა გვიყურებს უმეტესწილად ისეთი ადამიანი, ვინც რა თქმა უნდა არც ისეა შეიძლება გათვითცნობიერებული ესე კონსტიტუცია აი ამ კანონის როგორც იურიდულად შენ, იგივე თქვა არც ისეა ჩახედილი და არც ისე იცის როგორც თქვა მე ვიცი, არც იმ პროცესზე იყო, მაგრამ ბევრი ახლა ვინც ამას უყურებს, ძალიან მარტივად და სწორედ, ძალიან ლოგიკური რაც თავში მოვა და მორალურიც არის და სამართლიანიც არის რაც მოვა. Რა თუნდა ნაციონალურ მოძრაობას და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და მის უშუალოდ აი ბოროტება დაარქვეს, ხო და მართლა ბოროტებაა, ხო? რა თუნდა ამდენი წელი და რა თუნდა ამდენი რაღაცა იმის გამოგონება. ამიტომ მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ესე არ იქნება როგორც შენაბო. თუმცა ბოლოს ამ თემას მართლა არ უნდა არაფერი, ეს მეტასტაზი საბოლოოდ, აი კიბო, ეს დაავადება საბოლოოდ სახელმწიფოს და ჩვენ ქვეყანას უნდა მოშორდეს და ეს ბოლომდე მეტასტაზი ბოლომდე უნდა და ვერ შორდება ამითი და ეგ არის ზუსტად ჩემი უბედურებაც და მხოლოდ იმითი დავამსრულებ ამ ნაწილზე საუბარს და გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რომ ბრალდებები რაც არის დასახელებული მათ შორის ამ სარჩელში, რის გამოც ეს ამ პარტიებს კრძალავენ, არც ერთ ამ ტიპის ბრალდებაზე არ არსებობს ქვეყანაში სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ის ადამიანები, ვისაც მაგალითად ბრალდება ჯაშუშობა, ბრალდება სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედება, ბრალდება სხვადასხვა. მიშას მხრიდან არსებობდა და არის. ის როგორც იქცეოდა, მაშინ ხო, მაგრამ აი, ამის გამო პასუხისგებაში მიცემული არავინ არ არის სისხლის სამართლის საქმე, მაგალითად კი ზიანეს პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ თქვენ იცით, რომ იქ ზოგი გზის გადაკეტვის გამოზის, ზოგი პიჯაკების გამოზის, ზოგი თავის ფეხით წავიდა ბედნიერები და ზოგი აი ამ კომისიაზე არ მისვლის გამოზის, მაგრამ აი ჯაშუშობის გამო პირობითად არავინ არ ზის ციხეში და საქმეც კი არავის მიმართ არ არის აღძრული და ეხა, როდესაც სისხლის სამართლებრივად ასეთი მოცემულობა გვაქვს და მეორე წუთში შენ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოთი ამ პარტიების აკრძალვას ითხოვ, ნუ რა ვქნა ეხა ნებისმიერი იურისტი გეტყვით, რომ ეს არის დაუსაბუთებელი სარჩელი. ეს არის ჩემთვის ამ შემთხვევაში პრობლემა. კიდე რა არის პრობლემა, რომ თუ კი არ მოხდება შესაბამისი წესით ამ სარჩელის დაკმაყოფილება, არსებობს მე ასეთი ნორმა, რომ სასამართლო ორჯერ ერთი და იგივე საკითხზე აღარ მსჯელობს. ანუ თუ ერთხელ მეორჯერ ვეღარ მიმართავდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს უნდა იყოს დასაბუთებული სარჩელი. მე რაც წავიკითხე, ეს არის აი რუსთაველზე მიტინგზე ან TV-იმედის ეთერში რომ დაჯდეს რომელიმე სახელმწიფო სპიკერი და წაიკითხოს და გული მოფხანოს იქ მაყურებელ, ძალიან კარგია, მაგრამ სასამართლოსთვის სამართლებრივად ამის დასაბუთების ბევრად განსხვავებული სტანდარტი არსებობს. კიდე ერთხელ მინდა თქო, რომ ძალიან არ მინდა ესე იყოს და მაინც იმეც ვიტოვებ, რომ ოდესმე გვეღირსება და ჩვენ ქვეყანას ეღირსება ხვალინდელი დღე მართლა სამართლიანი გადაწყვეტილებების. მოდი დრო რო არ გაგვექცეს, ვინაიდან ჩვენ კიდე აღარა ვართ ისე თავისუფლად ამ დროში, როგორც აქამდე ვიყავით, რადგან სატელევიზიო ეთერითაც გავდივართ და ბუნებრივია, რომ ამ ფორმატს უნდა ვსცეთ პატივი და გავითვალისწინოთ, მინდა შემდეგ თემაზე გადავიდეთ. საკითხი შეეხება არაბულ ინვესტიცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არის ძალიან აქტიური განხილვის. არა მხოლოდ ბოლო დღეების, ვიტყოდი, რომ ზოგადად ეს თემა, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციასთან, მორღვეულ საზღვრებთან და ასე შემდეგ, ეს წლებია უკვე არის პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილისთვის საუბრისაგანი. არ ასე ვთქვათ, არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი პირველი ჯგუფი ალბათ, ვინც საერთოდ ამაზე დაიწყო ქვეყანაში საუბარი ვიყავით ჩვენ 2011-12 წლებში და პირველი ადამიანი ვარ საერთოდ საქართველოში, რომელიც ამის გამო დააჯარიმა მაშინ 2012 წელს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთ-ერთ რგოლში, სადაც ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით და მე ვამბობდი კონკრეტულად მე დამაჯარიმა რა, ანუ ჩვენ დაგვაჯარიმა და მე ვიყავ მიზეზი, იმიტომ რომ კლიპში ვიძახდი ასეთ რაღაცას, რომ
უკონტროლო მიგრაცია ქვეყანაში უნდა აიკრძალოს და აი მაშინ 2012 წელს მაშინდელმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს ფრაზა ჩათვალა ქსენოფობიურად, ჰომოფობიურად, სიძულვილის ენა და ომის გაღვივების ყველა ფრაზა და დამაჯარიმეს 2000 ლარი 2012 წელს. ხილად იყავი არ გამეორდეს ეგ პრეზიდენტი. ეს ნუ დადგა უკვე ის მომენტი, როდესაც რა თქმა უნდა ეს საფრთხეები გახდა რეალური ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ჯგუფი ამაზე ქვეყანაში საუბრობს და ეს პრობლემა უკვე არის რა თქმა უნდა ცხადი. ცოტნე ისევ შენგან დავიწყებ საუბარს, თუმცა სანამ შენ დაგისვამ კითხვას, მე მინდა რომ კიდევ ერთი ვიდეო ვაჩვენოთ მაყურებელს, სადაც აი ზუსტად ამ არაბული ჯგუფის წარმომადგენელი რის მერეც მოხდა სხვა შორის ხალხში უკვე უფრო მეტი განევი. საუბრობს ღიად რა პროექტი არის დაგეგმილი და რა არის ამ პროექტის მიზნები. თუ შეიძლება გაუშვათ. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელთაც ეს ქვეყანა მოსწონთ და უყვართ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაფრის ერთობლიობა ნამატი გადასახადებთან ერთად. ამ გზით წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ თანამედროვე ახალი დასახლებების შექმნა. ეს დასახლებები იქნება კარგი დიზაინის, გარემოს დაცვით გათვალისწინებული, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. რაც მთავარია, ეს იქნება მდგრადი პროცესი. ყველაფერი, რასაც შვილებს პირდებით, უნდა ავასრულოთ. მეგონი თავშვილებზე შემთხვევაში ხო ამ კაცლაპარაკი. ცოტნე საინტერესოა. რა თქმა უნდა ძალიან აქტუალურია ეს თემა და ვერც გასაგები არის რატომაც არის აქტუალური, იმიტომ რომ ეს დემოგრაფიულ საკითხს უკავშირდება პირველ რიგში და სერიოზული შეშფოთება არის საზოგადოებაში. მაინტერესებს შენი აზრი, როგორ უყურებ ზოგადად აი ამ არაბული ინვესტიციის შემოსვლის თემას და იმ ვალდებულებებს, რაც ამ შემთხვევაში უკვე ქართულ მხარეს ეკისრება. კი ბატონო, ცოტა ერთი პირველ რიგში რაც უნდა ითქვას, ჩემი აზრით არის ის, რომ საზოგადოების ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიცემა ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი მგონია იმისთვის, რომ რაღაცა უშუალოდ სპეკულაციების საშუალება არ ქონდეს არც ერთ ხარეს ამ შემთხვევაში. თუმცა მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ მართლა ის კაცი რაცავლაბარი თუ რაღაცა იქეთი ქვარი აქვს მართლა, მართლა საკუთარ შვილებზე საუბრობს ამ შემთხვევაში, როდესაც ამას ამბობს და როდესაც დაუშვათ აი ეს მითი დაუშვა და ეს რაღაცა სიგიჟე უცხოურ ინვესტიციებს ეს ბენდუქიძის პერიოდიდან იწყება, როდესაც რაღაცა მთელი ქვეყანა მომართეს ესე მაშინ მიშა დროს და ბენდუქიძის დროს აი რაღაცა იმად გაგვიხადეს, რა ქვია, ხატად და ლოცულობდით ვიღაცა უცხოელი ფულიანი ბიძა ჩამოსულიყო და რაღაცა ფული დაეხარჯა. ხო და ეს გრძელდება რა, ეს ტენდენცია დღესაც სამწუხაროდ გრძელდება ეს ტენდენცია, რომ ინვესტიცია როგორიც არ უნდა იყოს ის თუ ის უცხოური ინვესტიცია და ვიღაცა არაბი, თურქი, რუსი ან ვიღაცა თუ ხარჯავს, ესე იგი აპრიორში კარგია და ეს ამ საკითხის ესე დანახვა არის შეცდომა. მოდი შეიძლება შეგეგამა თუ ამ ნაწილზე? კი, მოდი დავამთავროთ თუ შეიძლება რა. რას ვამბობ, რატო რას გულისხმობ, მაშინ გეტყვი. ის რომ რაღაცა ხო ეს აპრიორში კარგია, ეს არის შეცდომა, ეს არის ნეოლიბერალური ხედვა ზოგადად სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისა და ეს იყო დაუშვათ აი პრობლემა ის სათავე, რაც მიშამ დაუდო თავის დროზე მიშიზმით, მიშისტური ნეოლიბერალიზმზე, რასაც სამწუხაროდ აგრძელებს ქართული ოცნება. მე მივესალმებოდი დაუშვათ ამ არაბულ ინვესტიციას, ეს რო ყოფილიყო რაღაცა აი ტექნოლოგიური განვითარებისთვის გამოყენებული რაღაცა ტექნოლოგიური ჰაბს აშენებდეს აქ, სადაც ტექნოლოგიური ცოდნა შეიქმნება, პროდუქტი შეიქმნებოდა ტექნოლოგიური, სადაც რაღაცა არაბეთიდან კი არ ჩამოვიდოდა ვინმე ან და ის კი არ იმუშავებდა, არამედ ქართულ ახალგაზრდას მიეცემოდა იმის შესაძლებლობა, რომ იქ ცოდნა მიიღო, ახალ ტექნოლოგიებს გაცნობოდა და ამის შემდეგ თვითონ შეექმნა რაღაცა ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელიც დგას დღეს მთელი მსოფლიო და ვხედავთ, რამხელა როლი აქვს ამას ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის განვითარებაში. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა იდეალური ინვესტიცია. ან იქ რომ რაღაცა იხსნებოდეს ისეთი რაღაცა ინდუსტრიული ცენტრი ან ობიექტი, რომელიც შექმნიდა რაღაცა პროდუქტს, რომელთაც ქვეყანა ისარგებლებდა. გულისხმობ ამ შემთხვევაში რა ვიცი, რაღაცა წარმოება დაუშვათ ავტობუსის რაღაცა გახსოვს ეს ავტობუსების წარმოება როდიდან იძახიან რომ სადღაც ქუთაისში იხსნება თუ რაღაცა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. აი მსგავსი რაღაცა რომ ყოფილიყო, რომელიც შემდეგ აქ
ცოდნა შექმნიდა მაღალანაზღაურებად სამსახურს შექმნიდა და საქვეყნეს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი ექნებოდა, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის დაუშვათ ინდუსტრიული ობიექტები ძირითადად მე ორიენტირებულია ექსპორტზე, ხო, ქვეყნიდან აი ამ იმის განვითარებაზე და ჩვენ გაცხადებული გვაქვს და წესით უნდა გქონდეს, ხელისუფლებასაც უნდა გქონდეს გააზრებული ის, რომ ექსპორტის წილი, რომელიც ეკონომიკაში ჯერაც დაბალია და სავაჭრო სალდო უარყოფითი გვაქვს, ხო, უფრო მეტი შემოგვაქვს ვიდრე გაგვაქვს ჩვენი ვაჭრობის შედეგად, აი ეს წილი ნელ-ნელა ექსპორტის წილი უნდა წინ წამოვიდეს და როგორც მინიმუმ შემცირდეს ის უარყოფითი სალდო, რაც დღეს გვაქვს, ხო? აი ეს ინვესტიცია, მსგავსი რამე რო კეთდებოდეს, ეს იქნებოდა იდეალური და რა ვიცი, ორივე ხელით მივესალმებოდი, მაგრამ ის რომ ვიღაცა ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მის წარმომავლობას, წარმოშობას, რომელი ქვეყნიდან არის, რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაცა ადამიანი რო ჩამოდის, აქან ადამიანები რო ჩამოდიან და აშენებენ ქალაქს, ხო? ავის რაღაცა იქ თელი თავისი ინფრასტრუქტურით რაც ამ ქალაქს ჭირდება, ხო? ყველაზე მარტივი კითხვა აქ რაც ისმება, ხო, რა არის? რომ აი საქართველოს მოსახლეობას რა, აი ჩვეულებრივ რიგითი ქართველი ხო ვერასდროს ვერ იყიდის დაუშვათ საცხოვრებელ სახლს, ბინას, რაღაცა იქ ვერ დასახლდება იქ. ესე იგი ვიღაცა ჩამოდის აქ ნებისმიერ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ვიღაცა არაბი, რომელიც იქ ააშენებს სახლს ისევ თავიანთნაირი არაბებისთვის, ან არა არაბებისთვის, მაგრამ დიდარი ხალხისთვის, რომელიც იქ იცხოვრებს კომფორტში და სიამოვნებით. ხო, ვინც იქ იცხოვრებს სიამოვნებით, კომფორტში, მაგრამ მე რა ქვეყანას რა ამით, ხო, აქ ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ისე ვის ნეოლიბერალური ხედვა რაღაცა ეკონომიკისა და განვითარებისა, რომ ეს ნიშნავს, რომ ფულიანი ადამიანები ჩამოვიდნენ აქ საცხოვრებლად. კაცო, ფულიანი ადამიანი რო ჩამოდის საცხოვრებლად, იმას თუ რამე კონკრეტული შედეგი არ მოაქვს, ხო, როგორც ამ ინვესტიციას ტექნოლოგიაში არ დებს ფულს, ინდუსტრიაში არ დებს ფულს, რაღაცა შიდაწარმოებაში არ დებს ფულს, მაღალანაზღაურებად სამსახურებს არ ქმნის, ხო, რაში მჭირდება ეს ფულიანი ადამიანი, ჩვენი თავზე საყლად გვაქვს, რაში გვარგიან, ხო, აქ ვინყავს ეს ფულიანი ადამიანი 5 მილიონერი პარლამენტში. ხო, აი, რაში გვარგიან, ეს თავისთავად რაღაცა გამოცხადებულია იმად და ეს ერთი და მეორე ის შიშები, რაზეც თქვი, ხო, იქ შეიძლება ხა ვიღაცა სპეკულირებს ამ თემიდან გამომდინარე, არის ეგეთი ჯგუფები, ვისაც საკუთარი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე სპეკულირებს ამ საკითხით. თუმცა არც ის არ უნდა და ვერ ვიტყვით იმას, რომ თუნდაც აი ამ ეთნიკური შემადგენლობის კუთხით და აი ამ ცვლილების კუთხით ეს არ არის თვალთიდან გამოწვეული რაღაცა შემთხვევა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ხედავთ იგივე ევროპის მაგალითებს, დაუშვათ ის რაღაცა 30-50 წლის წინ დღეს რაღაცა თანამედროვე ევროპული ქალაქები, რომლებშიც ამ კუთხით სავალალო მდგომარეობა, თა 50 წლის წინ ევროპული რაღაცა კულტურული ცენტრები იყო საკუთარი ქვეყნების ან ზოგადად ევროპის და მსოფლიოს, ხო, პარიზი გავიხსენოთ, ლონდონი, ბერლინი და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ეს აი ამ პროცესმა, ხო, აი ამ რაღაცა ლიბერალურმა პროცესმა, რომ ყველა ვინც კიდედაც დაუწყევლია და საკუთარი ქვეყნიდან გაქცევასო, ყველა რომ მივიღოთ აქ და ყველა რომ ჩავასახოთ, აი ამ პროცესმა მიიყვანა იქამდე. მე არ ვამბობ, რომ ეს არის. უბრალოდ მე ვამბობ, რომ მსგავსმა ნაბიჯებმა შეიძლება ბოლოს აქამდე მიგვიყვანო და ამ კუთხით არის საფრთხე, ამ კუთხით არის მოსაფრთხილებელი და რაღაცა იცი რა არის, რომ ზოგადად ქვეყანას ჭირდება რაღაცა გეგმა ჭირდება რა სახელმწიფოს ძალიან ბევრჯერ გვითხრამს ამ ეთერებიდანაც, რომ რაღაცა არ შეიძლება ბედის ანაბარა მიდიოდეს, საითკენ ქარი დაუბერავს, იქით რომ იშვები, რა ქვია, იხრები, ხო, ესე არ შეიძლება, უნდა გქონდეს რაღაცა გეგმა, რომ გინდა ესეთი სახელმწიფო, რაღაცა ეროვნული სახელმწიფო დავუშვათ, არ ვიცი, გვინდა რაღაცა სოციალისტური სახელმწიფო, გვინდა რაღაცა ლიბერტარიანული სახელმწიფო, ხო, თანმიმდევრული უნდა ვიყო და აი ამ გზაზე რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები, ანუ მექანიზმები უნდა შექმნა იმისთვის, რომ ეს შედეგი ბოლოს მიიღო და ჩვენ რაღაცა 30 წელია რაღაცა ხან რა ქვია მემარცხენე სახელმწიფოს ვაჩვენებთ ჭალებში, ხან ულტრალიბერტარიანულ სახელმწიფოს ვაჩვენებთ, ხან ვითომ კონსერვატულ სახელმწიფოს ვაჩვენებთ და საბოლოო ჯამში არც ერთი არ არის, რაღაცა მახინჯი ნარევია ამ ყველაფრისა და აი ეს განსაზღვრა გვჭირდება, გეგმა გვჭირდება, რა გვჭირდება, აი 10 წლის მერე სად უნდა ვიყოთ, რა უნდა ვქონდეს და ამისთვის რა გვჭირდება, ხო? თორე ეხლა ისე რომ ვიღაცა დღეს პრემიერი ხდება და რაღაცა საკუთარი ხედვები აქვს, ის საკუთარი ხედვები უნდა გქონდეს, მაგრამ როგორც უნდა ისე ცვლის აი ამ ქვეყნის განვითარება ვიღაცას და ანუ ესე არ შეიძლება რა მოქმედება და ასე არ შეიძლება ქვეყანა მართო. იმიტომ არის ის შედეგი რაც გვაქვს და არ ვიცი ხო ძიმე საკითხია რა საბოლოო ბევრი დრო არა გვაქვს ვათაშორის დაახლოებით 10 წუთში მაქსიმუმ უნდა მოურჩეთ ეთერს უბრალოდ ჩავინიშნე რაც შენი საუბრე და რამდენიმე საკითხზე მინდა გამოგეხმაურო შევეცდები გაგიწიო პაეკრობა ეს არის საკითხი ვათაშორის სადაც შენთან პაეკრობა საერთოდაც არ მეხალისება იმიტომ რომ დაახლოებით ზუსტად იგივეს ვიზიარებ რაც შენ მაგრამ არის ასევე აი სახელმწიფო მხარის პოზიციებიც, ხო? და რაღაც თვალსაზრისით მოდი აბა რაციონალურად შევხედოთ მათ აზრსაც და იქნება საინტერესო. აი შენ ამბობდი, რომ
პირველ რიგში ეს ინვესტორის გამოცხადება მესიად არ არის სწორი, ხო? ამას ამბობდი და ეს დაიწყო ბენდუქიძის მხრიდან, ბენდუქიძის პერიოდში და შენ ასევე ამბობდი, რომ ჩვენ გვჭირდება არა ესეთი, არამედ ჯანსაღი ინვესტიციები და ვინმე ჩამოვიდეს და ქარხანაში რო ჩადოს ვინმე ფული, ამაზე არ აქვს არანაირი პრობლემა. მე შენ ამაში აბსოლუტურად გეთანხმები, უბრალოდ რეალობა რამდენად გვაქვს ამისი შესაბამისი გულისხმობ რას? ის რომ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს უცხოური ინვესტიციები, რომ აქ ეკონომიკა განვითარდეს, არის ცხადი, ხო, რავი, სხვა გზა არ არსებობს. რაღაც რომ გაკეთდეს, ხო, ყოველ შემთხვევაში ის რაღაცა სხვაც რო გააკეთო, პირველ რიგში ფული გჭირდება, რომ დაიწყო ელემენტარულად. აი, თუ ჩვენ რო ამბობთ, რომ ეროვნული წარმოების, სამამულო წარმოების სტიმულირება მიზანი, ამასაც სჭირდება რაღაც ტიპის ინვესტირება, ხო მართალია? რომელიც შეიძლება იყოს კი ბატონო ქვეყნის შიგნიდან მომდინარე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამაში ქვეყნის გარედან შემოსული ინვესტიციები. თუ ჩვენ გვაქვს ისეთი ვითარება, ჩვენ ხო არა ვართ ამ შემთხვევაში მაგალითად შვეიცარიან, მაგალითად იგივე საიდან არიან ეს არაბები გასულ ჩამოსული? არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან. და არ ვიცი, არის დუბაი იქ მაგალითად არის ხო? აქ ესეთი ქალაქი, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან, დებენ ინვესტიციებს, იმიტომ რომ იქ არის უკვე ამისთვის შესაბამისი კლიმატი. ჩვენთან თუ ვამბობთ, რომ აი რუსეთთან მაგალითად ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, ხო? არის ეს ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების და კიდე იმის წინას პოლიტიკა, რომ იქ ოკუპანტები არიან, იმათმა ფული არ უნდა ჩადონ. დასავლეთს ხედავთ, რომ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ შეხვეწოთ ფულს არდებს. ჩინეთმა აი ეხა რაღაცა კითხვა, მაგრამ გაჭერდა. ანუ თუ არავინ არ არის ირგვლივ დაინტერესებული, რომ საქართველოში ჩადოს ეს რეალურად ინვესტიცია და ამ ქვეყანას მართლა რაღაცა დაეთხოს და აგერ გამოჩნდნენ ეს არაბები, რა ვქნათ, ეხა უარი უნდა უთხრათ, იმიტომ რომ არ მოგწონს მათი ინვესტიციის მიზნობრიობა? რა თქმა უნდა, უარი უნდა უთხრა. ანუ შენ თუ რაღაცა ინვესტიცია მოდის, რომელიც არა საკუთარი, ანუ შენი ქვეყნის ინტერესებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ საბოლოო შედეგი ის არის, რომ ვიღაცა ისე ეს არაბი არ მინდა ცუდად ჟღერდეს, ხო? ვიღაცა ადამიანის კონკრეტული ჯიბის გასხელებას ემსახურება, ხო, რაში მჭირდება? და ეხლა აბა შენ რო გინდა რომ მომისმინე ვიტყვი ხა. უბრალოდ იგივე ჩინეთი რო ახსენე შენ და რო ახსენე დაუშვათ მსგავსი ტიპის, აი რაც ვთქვით ჩვენ, რომ რაღაცა შიდა წარმოების განვითარებაში ფული ჩადება, ხო? აი ანაკლი სპორტი მაგ კუთხით, ხო, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ანაკლი სპორტი შენდება, კაცო, მიდის ამის შენებობა არ გაჩერებულა. სადა ანაკლია? მიმდინარეობს შენებობა. რა თქმა უნდა მიმდინარეობს და რაც მთავარია, ხო, ჩვენ ხო ვიცით, რომ ანაკლი სპორტის საკონტროლო პაკეტი და მართვა ქართული მხარეს იქნება, ხო? აი ესეთი სახელმწიფო იმაზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, რომ რაღაცა ფონის შექმნას ვითომ ინვესტიცია შემოდის და სინამდვილეში ეს ინვესტიცია მაგალითად აი როგორიც იყო ნამანხანეის შემთხვევაში, ხო? ის ინვესტიცია კი შემოდიოდა 800 მილიონის ინვესტიცია, მაგრამ ის ინვესტიცია ჩვენთვის წამგებიანი იყო. ვიღაცა თურქი ამ შემთხვევაში თურქის ჯიბის გასხელებაზე იყო ორიენტირებული და მე თუ სახელმწიფო ვარ და მე ამ სახელმწიფოს როდესაც მართავ, ჩემი ინტერესი უნდა იყოს, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი იყოს წინ და შენ თუ ამას არ აყენებ წინ და რაღაცა ვიღაცის იმის დასანახად რომ ფული შემოდის აქ, ამის დასანახად, ამის პიარის საკეთებლად მე და რაღაცა ტელევიზიაში არ უნდა იმ კაცს აქ ამის ინტერესი. რაზე უნდა იმუშაო? იმ არაბს თუ უნდა ქარხნის გახსნა თავის არაბეთში აქ? არა. უდაბნოთია ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ აქ როცა იძახი რომ ხარ გზა გასაყარი, ხო? და აქ შენ იქიდან რო ტვირთი მოაქ აქ და შენთან უნდა გაატაროს, ხო? იმისთვის ხო შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს ადგილზევე კონდეს ქარხანა. არა, ხო, ხა ამ დეტალებში კი არ შევიდე. არაბეთის შემთხვევაში გამორიცხული. ერთადერთი აწარმოებენ ნავთობს და ნავთობს სხვაები არაბები არა, სხვა ქვეყნებიც არსებობს. ერთ რაღაცას ვიტყვი და მორჩები, ყურე, ამ შემთხვევაში მე ამ დეტალებში არ შევდივარ, ამის გაკეთება როგორ შეიძლება, მაგრამ ქართული ოცნების არის დამთავრებული წარმომადგენლები ხო გამოდიან ახლა და ხო იკვეხნიან რომ ჩვენ ეს ინვესტიცია მოვიზიდეთ, ხო, იმ არაბებთან მივედით, ველაპარაკეთ. ანუ ეგ საქმე უნდა აკეთო მე როგორ და აი ეს როგორც გააკეთეს, რომ ვიღაცა არაბთან მივიდნენ და უთხრეს რომ აი ეს ხელი და მოდი ქალაქი აქ მიშენ. როგორც თვითონ ამბობენ, ყოველ შემთხვევაში ესე ამბობენ, ხო? ვიმუშავეთ, მივედით ამ არაბებთან რაღაცების შემთხვევაზე დევსქენი და მოვიზიდეთ ეს ინვესტიცია. ზუსტად ესე უნდა იმუშაო, როგორც სხვა მიმართულებით, არა რაღაცა კაზინოებისა და რაღაცა იმის ქალაქების ასაშენებლად, სადაც როგორც თვითონაც აღიარებენ რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იცხოვრებენ, ეს არ არის აქ პრობლემა ამ შემთხვევაში. აქ პრობლემა ის არის რომ რიგითი ქართულისთვის არაფერს არ ცვლის და ზუსტად ასევე უნდა იმუშაონ, აი ჩინეთთან როგორც თავის დროზე იმუშავეს, ხო? მაშინ ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ხდება, ხო? ეს რომ ამ ხელა მნიშვნელობის პროექტი მიდის ახლა და შენდება იქ ანაკლი სპორტი, რომელსაც ძალიან დიდი როლი ექნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და მათ შორის ექსპორტის განვითარებაში, ხო? რა თქმა უნდა, ხო? აი იმ მსგავსი პროექტები უნდა ჩამოიტანო აქ, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ხალხის ინტერესებში. აი, მაშინ მოდი, შემდეგ არგუმენტს გეტყვი, აი, რაც დაკავშირებული არის ზუსტად მაგასთან, რომ იქ იცხოვრებენ უცხო ტომელები
და ჩვენთან ქართველისთვის ამითი მე აი შენ ახლა ასაკით პატარა ხარ შედარებით მაგრამ აი იყო დრო როდესაც აშენდა თბილისში მაგალითად ჰუალინგის კომპლექსი თბილისის ზღვაზე უზარმაზარი ქალაქი ფაქტიურად და აი მე უბრალოდ მახსოვს მაშინაც ძალიან კარგად ზუსტად იგივე რიტორიკა იყო რომ ჩინელები ამ ყველაფერს აშენებენ თავისთვის და სხვათა შორის ცოდვა გამხელელი ჯობს და მეც ამის ამ ასე ვთქვათ კამპანიაში ვიყავი რომ ვიზიარებდი აი ამ მოსაზრებას რომ აი იყო ეგ რომ აი ჩინელები ამას თავისთვის აშენებენ და მორჩავს რა საქართველოში ჩაინათაუნი შენდება და დაიკარგა ჩვენი ეროვნული იდენტობა მაგრამ ну კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ხო არ არის ეს შედეგი და მეორე ევროპის მაგალითი რომ მოიყვანე შენ და სადაც თქვი რომ ევროპაშიცო ეს 50 წლის პარიზის საერთოდ სხვა იყო და დღეს ხედავთ რაც ხდება პირობიდან. ევროპაში ეს არ გამოუწვევია რაღაცა მილიარდელი არაბების ჩასვლას, კაცო, ეგ გამოიწვია ზუსტად იმან რომ მიიღეს ქარიბი არაბები ჩავიდნენ. უამრავი ტოლვილი დევნილი კონტროლოს მიგრაცია, ანუ ამ შემთხვევაში ამ ფონს რასაც კიდე ვისგან კონტროლირებადი იყო, მაგრამ ამისი თქმა მინდა ამ ფონს რასაც შენ ამბობ, რასაც მიგრაციის კრიზისი ქვია, ქმნიან არა ინვესტორები, არამედ ტოლვილები, ღატაკი, გაუბედურებული კრიმინალები, ნარკომანები, რომლებიც მიედინებიან ევროპაში. ხა ჩვენთან ამაზე ხო არ არის საუბარი? გავიგე, მან მოკლედ გიმასუხებ, მან მე მაგაზეც გეტყვი იმას, რომ ესე იგი მხოლოდ ღარიბი რაღაცა არაბიან სხვა ეთნიკური ჯგუფი წარმომადგენელი არ არის პრობლემა. დიდარი ადამიანი აქ რო ჩამოდის და აქ ბიზნესს აკეთებს, ხო? და რაღაცა თავის ინტერესებს პოულობს, ხა ჩვენ ხედავთ ყველა, რომ აი დიდარი ყველა ვიცით, რომ რეალურად ძალაუფლება არის ფული, ხო? დღეს ეგეც სამყაროში ცხოვრობთ, ასე გამოდის, რომ ვისაც ფული აქვს, ვისაც მეტი ფული აქვს, მეტი ძალაუფლება აქვს, ხო? თუნდაც არის გეოპოლიტიკურ იმას რომ დავაკვირდეთ ამერიკის შეერთებულ დოლარზე რომ მიდის საუბარი და თვითონ რომ ანუ ესეც ამის გამოხატულება ხო? ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. აქ ის ადამიანი რომ ჩამოვა დასახლდება და თავის საქმიანობას დაიწყებს, ხო? შენ რომ იქ დაუშვათ იმ რაღაცა ღარიბ ადამიანს, რომელსაც ასე ეძახი, ხო? ქეჩოში რომ მოკიდებ ხელს და გააგდებ ამ ქვეყნიდან თუ საჭირო გახდა ხვალდაზე იქ, ხო? ისე ამ ადამიანს ქეჩოში ვერ მოკიდებ ხელ და აქედან ვერ გააგდებ. ეს ერთი. იმიტომ რომ ის გახდება მე ამ სისტემის ნაწილი. აქ ეხა კი არა წინააღმდეგობას გაუწევს ვინმე, ოღონდ ფულიანი შემოვით ხო ხედავ რეებზეც მიდიან, ხო? აქედან გამომდინარე, ანუ ეს მე ეგ შედარება არ გამიკეთებ. მე პირდაპირ ვთქვი რომ ეგ არ არის ის. მე არ ვამბობ რომ ეს პროცესი ეს არის. უბრალოდ მე ვამბობ რომ ამ პროცესთან მიმართებაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ზოგადად დამოკიდებული, სახელმწიფო უნდა იყოს ფრთხილად დამოკიდებული და საერთოდ ინვესტიციის ნაწილს მე ზოგადად ინვესტიციაზე ვისაუბრე, ხო? ინვესტიცია არის თვითონ იდეაში უსარგებლო ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ხო, ნუ რაღაცა ხა იქ თუ დაასახმებენ იმ შენებლობაში ვიღაცებს, ხო, იმ პროცესში თვითონ. იქ ვიღაც რამდენიმე შეიძლება 1000 ოჯახი ხეირებს იმ მომენტში კონკრეტულად. კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამ განვითარების გზაზე, რასაც მე ვიძახი, არანაირი შედეგი არ მოაქვს. ყოველდღე ათობით კორპუსი შენდება თბილისში, მაგრამ ქვეყანაც არ განვითარებულა, ხო? არ ინდუსტრია ექნება, არ წარმოება. კი ბატონო, ნამდვილად უბრალოდ მე ერთს დავამატებდი და მე ალბათ დრო არის უკვე რომ დავასრულოთ ჩვენი ეთერიც. თავარი პრობლემა მე რაც აქ მგონია, უმთავრესი პრობლემა ამ შემთხვევაში უკავშირდება ხელისუფლებას იმ კუთხით, რომ ხელისუფლება არის და უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. ის რომ ჩვენ ასევე სხვა ტელევიზიების ეთერებში, სხვადასხვა ჯგუფები ამაზე საუბრობენ, ამისი განხილვა ხდება, აი რა არის ამ შემთხვევაში საქართველოს ვალდებულება, რას უნდა ველოდოთ, რას არ უნდა ველოდოთ. ეს არის შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებაში ლეგიტიმურად არსებობს და საქართველოს ხელისუფლებას წესით აქვს ვალდებულება, რომ გამოვიდეთ, ჩვენ კი არ უნდა ვიმარჩიელოთ ამაზე. უნდა გამოვიდეს და ახსნას თუ მართლა არაფერი რისკებთან ეს არ არის დაკავშირებული და არანაირი პრობლემა არ არის და ქვიშა რაღაც ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა, როგორც ამბობენ, გამოვიდეს, გასაჯაროვდეს ეს ხელშეკრულებაც, გასაჯაროვდეს ის ვალდებულებებიც, რაც აქვს საქართველოს აღებული და მე ალბათ აღარც არავის ექნება სპეკულაციის საშუალება და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება ზუსტად ეცოდინება, რისთვის უნდა იყოს მომართული, რას უნდა ველოდეთ. სამწუხაროდ ხელისუფლების დუმილი თუ აი ეს არაერთგვაროვანი, ორაზროვანი, ბუნდოვანი პასუხები კიდევ უფრო მეტად აღვივებს იმ ეჭვებს, რომლებიც ჩემი აზრით სრულიად ლეგიტიმურად საზოგადოებაში არის. ბოლოს ვიტყვი ჩვენ გაცემის დრო იწურება რა თქმა უნდა ამ თემასთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და მით უმეტეს ჩვენ გვჩვევია ეს რომ ყველაფერს, ყველა ინფორმაციას გადავაწმოთ და რეალურად რაღაც მაგალითებზეც ვისწავლოთ. აი ძალიან მარტივად მოვიყვან რამოდენიმე წლის უკან მიხეილ სააკაშვილის პერიოდში იყო რაკეინ ჯგუფი შემოვიდა, გახსოვთ ეს დიდი ინვესტიცია. რაკეინ ჯგუფი შემოვიდა, მე რაღაც პრობლემა იყო, სხვა შორის მაშინ ცოტა მცირედი გამოვხატავდით პროტესტს, იმიტომ რომ ჩაქსაუბარი იყო გახსოვთ იმელის შენობის გაყიდვაზე, მითვისებაზე, დაიწყეს კიდევაც დანგრევა, მართლა საოცარი რელიეფებით იყო, ხო, იმელის შენობა და ვიცით, ისტორიულ ნაგებობას სასწორ შევხროთ, ხოლო ეხა
აქედან გამომდინარე, მაშინ მოყვა რაღაც პროტესტ, მოყვა რაღაცა შეფერხება იყო, თუმცა მე მინდა ერთი რამ გავიხსენო რა. დღეს ჩვენ, აი ჩვენ თუ ავიღებთ ერთ მარტივ მაგალითს. აი რა მოუტანა თუნდაც ერთმა დასრულებულმა ვარიანტმა ბილტმორმა. რა მოუტანა ბილტმორმა? აი უბრალოდ მინდა რომ ყველამ შეხედოს და ნახოს. სადაც ბილტმორი აშენდა დღეს რუსთაველის ქუჩაზე. არაფერი აღარ არის. ოღარ ღირსები თქვა ეხლა. არაფერი აღარ არის ის რა ქვია. ინვესტიციები ყველა აიღო არაბულმა ჯგუფებმა იქნება თუ რაღაც ადამიანმა პიროვნებებმა. აი ნახოთ, გადავხედოთ ყოველი მაღაზიან კერძო საკუთრება დღეს უფრო ვის ხელშია და იგივე თქვა ქართულ რესტორნები იყო. მე ქართულს არ ვამბობ ხაზგას, იმიტომ რომ ქართულს ეკუთვნოდა თუ საქართველოს მოქალაქეს ის მართლა რაღაცას ნიშნავდა. დღეს ეს არის გადამდები. და ეხლა როცა მართლა მდიდარი ჩამოვა, ეხლა ის რა თქმა უნდა ღარიბს და ისეაც ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია და უჭირს ქვეყანას, იქნება პრობლემა. მე მინდა ბოლოს უბრალოდ კიდევ ერთხელ უთხრა დიდი მადლობა რა თქმა უნდა თავისუფალ არხს, სამეფო არხს და სამეფო არხი განსაკუთრებით ყოველთვის მეგობრობდა ჩვენთვის და მაშინაც ესე უანგაროდ გვითხოვდა დროს და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოყოლებას უთხრა რომ ეს პასუხისმგებლობა ვიცით რაც არის ეთერში ჩვენი გასვლა უკვე და იმ გადაცემებით ყოველთვის ჩვენ შევეცდებით ვიყოთ ობიექტურები და ვისაუბროთ ყოველ სიმართლეზე და რაციონალური შეფასებები იყოს არა მხოლოდ ჩვენი არამედ ჩვენც არა ვართ რაღაცა მექას არ წარმოადგენთ ხო რაღაც არამედ სხვა სტუმრებიც რომლებიც განსხვავებული აზრი ექნება ამა თუ იმ საკითხზე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მინდა რომ წარმატება უსურვო ჩვენს. მადლობა მეგობრებო, ვფიქრობ საინტერესო ეთერი გამოგვივიდა, იმედი მაქვს მაყურებელიც იქნებოდა კმაყოფილი ჩვენს მიერ განხილული თემების მოსმენით და ამ განხილვის მოსმენით. მადლობას გადაგიხდით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფალი არხის და სამეფო არხის ეთერში უკვე შეგიძლიათ ჩვენი სტუდიის კონტენტის ყურება. დიდი მადლობა და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.